ყველას აწუხებს ზურგის და ხერხემლის დისკომფორტი. როგორც მოვექცევით ხერხემალს, უბრალოდ იგივენაირი მაგნიტრეზონანსული ტომოგრაფია გვექნება. დღევანდელ დღეს გინდა უნდა იჯდე. ამ ჯდომისთვის უნდა იყო მზად. თიაქარი, პროტრუზია, საიატიკა. ჩვენი საყრდენმა მოძრაობელი სისტემა აი დომინოსავით არის აგებული. ყველაფერი რომ შეიძლება კისრის თიაქარი გამოიწვიოს. მართლა, რა საინტერესოა. კიდე თავი გეტკინოს, იმიტომ რომ ყველაფერი. მე თიაქარს ვიცახი, რომ ეს არის უნებრივი ცვლილება ხერხემლის და ყველა თიაქარის პათოლოგია არ არის. პირიქით თიაქარი არის ჩემთვის ნიშანი, რომ всё, შენ გაჩერების უფლება აღარ გაქვს. მიზეზი რა არის ამ გამომართვის ძირითადი ჭარბიწონა, არასწორი დატვირთვა ხერხემლის და არასწორი პოზიციები, რომელსაც აგრძელებენ ოპერაციის შემდგომ 99% პაციენტების პირველი სტადია, ასე ვთქვათ, თიაქრის პროტრუზია. მე მგონი დამარტყა ჩემი წელის ტკივილი, ქრონიკული წელის ტკივილი რატო? მაგალითად გამოგხოლმე გულში, რომ არა ადამიანი გამხადა. თუ გები და გეწყება ტკივილი, ესე იგი ხერხემალი იჭყლტება. ძირითადად ეგეთი პაციენტები მოდიან, რომელსაც შეუულიათ, რომ თავის მდგომარეობა თვითონ გამოასწორონ. სწორად, რომ დაწვე მარტო უნდა იწვეს. მცელზე წოვა არ შეიძლება. რადიკულიტი რა დამარტყა და გამაკავა. დილით რო გაიღვიძებ და არაფერი რა გქიო, ესე იგი ვერ გაიღვიძებ. ანუ მე ვისი პაციენტი ვარ? მოგესალმებით ჩემი სივრცის მორიგი ეპიზოდით და დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო და ცხელი თემა. იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს არის 21 საუკუნის პრობლემა, იმიტომ რომ შემოვიდა ძალიან ბევრი ჯდომითი სამსახური. შესაბამისად, აბსოლუტურად ყველას, ვისაც კი აქვს აი ესეთი მსგავსი ტიპის სამსახური და დღის განმავლობაში საერთოდ არ უწევს მოძრაობა, ყველას აწუხებს ზურგის და ხერხემლის დისკომფორტები. აი ზუსტად ეს თემა გვაქვს ჩვენ დღეს ცოტნესთან. ცოტნე ჩხიკუშვილი არის ჩვენი სტუმარი. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა ცოტნე მოსვლისთვის. ცოტნეს ძალიან ბევრი რეგალიები აქვს. უბრალოდ დღეს ჩვენთან მოსული არის როგორც ვერტებროლოგი. პირველი კითხვით ცოტნე შენთან გადმოვალ, არის თუ არა აი ეს წელის ტკივილი, ან თუნდაც სუსტი ხერხემალი, გენეტიკური მომენტი. იმიტომ რომ გეტყვი ხა საიდან მომდის მე ეს კითხვა, მგონია ხოლმე რომ ჯანსაღი ხერხემლისთვის ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ჯანსაღ ხერხემალს სჭირდება აშენება როგორც სიყვარულს. კი, როგორც ყველაფერი. ხო, როგორც ყველაფერი. შერასწორები აბსოლუტურად იგივე ვეუბნები მეც ჩემ პაციენტებს, რომ ჩვენი ხერხემალი არის ხერხემლის მაგნიტრეზონანსული ტომოგრაფია, უფრო ასე ვთქვათ, მარტივად რო ვთქვათ, არის ზუსტად ჩვენი ქცევის, ჩვენი ცხოვრების წესის ჩვენი კვების და ჩვენი რეჟიმის სარკე. აი როგორც მოვექცევით ხერხემალს, უბრალოდ იგივენაირი მაგნიტრეზონანსული ტომოგრაფია გვექნება. ახლა გავხსნი ხოლმე თუ შენ თქვის არ იყოს რაღაცა გენეტიკური პათოლოგია არა აქვს კონკრეტული, არის რაღაც ხერხემლის გენეტიკური პათოლოგიები. ანუ შეიძლება იყოს ფონი გენეტიკური. კი, არის ხერხემლის გენეტიკური პათოლოგიები, არის თანდაყოლილი მანკები, რომლების დროსაც შეიძლება ვთქვათ არ ეტყობოდეს ბავშვობაში, მაგალითად სპინა ბიფიდას დახურული ვარიანტი, როცა ბავშვი იბადება ხერხემლის რკალის არასრული განვითარებით და შესაძლებელია იმ მომენტში არაფერი არც ოპერაცია სჭირდებოდეს, არაფერი არ სჭირდებოდეს, მაგრამ რო გაიზრდება სუსტი წელის ან რომელ დონეზეც ექნება ის მიდა მოქონდეს, ანუ შესაძლებელია. მაგრამ აი მაგ პროცესის დავუშვათ რევერსი შეიძლება არა, იმიტომ რომ გენეტიკური ფონია, მაგრამ მაგ პროცესის მართვა შეიძლება ცხოვრების ასეთ პაციენტებს არის ხოლმე ხშირად რომ პირიქით ანუ უფრთხილდებიან, როცა იციან მშობლებმა და არც სპორტით აძლევენ უფლებას რომ დააკავდნენ, არც თქვათ რაღაცა დატვირთვებს და პირიქით ეს რა თქმა უნდა დამაზიანებელია, იმიტომ რომ როგორც შენ დასაწყისში ახსენე, დღევანდელ დღეს გინდა უნდა იჯდე. კი. ხო, და შესაბამისად ამ ჯდომისთვის უნდა იყო მზად. ანუ შენი ხერხემალი თუ არ არის აი ამ პოზებისთვის მზად, მაშინ აუცილებლად ადრე თუ გიან გაგიფუჭდება და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც რაღაცა გენეტიკური განწყობა აქვს. არსებობს მაგალითად ახლა შეიძლება სპინა ბიფიდა თქვათ ცოტა უფრო იშვიათი იყოს, მაგრამ არსებობს მაგალითად წელის დამატებითი მალა ან წელის პირიქით ნაკლოვანი მალა, რომელიც გავისკენ, საკრალიზაცია და ლომბალიზაცია ქვია. ამ დროსაც ანუ ხერხემლის დგომა შეცვლილი არის და ფაქტობრივად ამ პაციენტების უმრავლესობას ვითარდებათ მეხუთე დისკის, მალთაშუა დისკის თიაქარი. რა საინტერესო. თუ ხშირი არის ესეთი გენეტიკური ფონი, არის ხელშემშლელი რომ დავუშვათ უფრო მეტად მოქნილი იყოს ხერხემალი, ან შებოჭილი ხო არ არის ხერხემალი, დავუშვათ მოქნილობა ხო არ აკლია ესეთი მას, ან აგებულებაში არის თუ არა რაღაცა სხვაობა ესეთი გენეტიკური ფონის მქონე ადამიანებისთვის. აი ნუ ახლა სკოლიოზი ვისაც აქვს. სკოლიოზი გასაგები არის, ხო? საკითხი არის, ცოტა გვერდზე გავწიეთ. სკოლიოზი ისე გენეტიკურია თუ შეძენილი?
არა, სკოლიოზი ან თანდაყოლილი პათოლოგია არის, მაგრამ ან გენეტიკური შეიძლება ნიშნავდეს, რომ მაგალითად ვიღაცას ჰქონდეს და გამოყვეს ბავშვსაც, როგორც წესი ასე არ არის. როგორც წესია, უბრალოდ იმ ბავშვს ემართება, თავიდანვე გაქანო. არსებობს შეძენილი სკოლიოზი, ორივე არსებობს დეფორმაცია. ოღონდ ის ხდება ასაკში და არა ბავშვობაში. კი. არსებობს დეგენერაციული დეფორმაცია ხერხემლის, როდესაც ხდება ხერხემლის გადაგვარება ასაკის გამო, კალციუმის ნაკლებობის ოსტეოპოროზის გამო, ყველაზე ხშირი მიზეზი ოსტეოპოროზი არის განსაკუთრებით პოსტმენოპაუზურ ასაკში ქალებში. ასევე, კაცებშიც შესაძლებელია, მაგრამ უფრო იშვიათია ხოლმე, უფრო ნაკლებ გამოხატული არის ხოლმე. ან კაცებშიც ოსტეოპოროზი, ანუ ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, ანუ კალციუმის ნაკლებობა რა. რაც შესაბამისად ასაკობრივ დეფორმაციას გვაძლევს და შემდგომში რა თქმა უნდა ნებისმიერი დეფორმაცია ხერხემლის ისევ და ისევ ირღვევა სიმძიმის ცენტრი ხერხემლის, ისევ და ისევ ირღვევა მოძრაობის დროს ხერხემლის დინამიკა და იწვევს სხვადასხვა პრობლემებს. ანუ დეფორმაცია და ხერხემლის არასტაბილურობა ფაქტიურად ყველა პრობლემის მიზეზი და არასტაბილურობის პირველი, ასე ვთქვათ, წამალი კიდე რა თქმა უნდა ბუნებრივი კორსეტის სიმაგრეა. კი, კორპუსი და ხერხემლის ვარჯიშები. პოდკასტის წარმოდგენია Cherry Fit აპლიკაცია. ეს არის პლატფორმა, სადაც დაგხვდებათ უამრავი დისტანციური სავარჯიშო პროგრამები. დარბაზის პირობებში, სახლის პირობებში, ასევე იქნება გაწერილი კვების მენიუები ძალიან ბევრი მიმართულებით. დაწყებული სამარხოდან, დამთავრებული ინგრედიენტებით და მზაკერძებით. ამასთანავე დაგხვდებათ სარეაბილიტაციო ტიპის ვარჯიშები, რომელიც ძალიან წაგადგებათ, განსაკუთრებით მათ, ვისაც გაქვთ ხერხემლის პრობლემები. აპლიკაციის გადმოწერას შეძლებთ როგორც iOS-ის, ასევე Android-ის ტელეფონებსაც. ისე თუ არის ისეთი შემთხვევა, როდესაც აგებულებას უყურებ ადამიანის და აი ტომოგრაფიის გარეშე შეგიძლია დავუშვათ მიხვდე, რა ხერხემლის პრობლემები შეიძლება ახასიათებდეს. აი ხო ყველა ადამიანი განსხვავებით ხო ვიღაცას მაღალი წვივი აქვს, თხელი მუხლი, ვიღაცას რაღაცა ესეთი კაი ჩადგმული სახსრები. აი ამის და მიხედვით თუ არის განსხვავება, იმ პაციენტებს, ვისაც აქვთ გრძელი კისერი, აქვთ ძალიან დიდი რისკი კისრის კიფოზური, კიფოტური დეფორმაციის, ანუ კისრის ბუნებრივი სიმრუდის, ლორდოზის დარღვევის და შეზნექვის და შესაბამისად კისრის დისკის თიაქრის განვითარების ძალიან მაღალი რისკი. მარტო დიდი კისრის მქონე პაციენტებს კი არა, მაღალ პაციენტს უფრო მაღალი არის პაციენტი, მით უფრო მეტი აქვს კისრის დისკის თიაქრის განვითარების ალბათობა. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ისედაც ადრე თქვათ ჩვენ პირველ ყოფილები რო ვიყავით, სულ ზემოთ ვიხედებოდით, ხო, ვაშლი რომ მოგვეწყდა და ეხლაც უფრო ქვემოთ ვიხედებით და რაც უფრო მაღალი ხარ, კიდევ უფრო მეტად ქვემოთ ვიხედებით. შესაბამისად კისრის წინა, ანუ პოზიცია, ანუ წინ გადმოხრილი პოზიცია არის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, მტერი კისრისთვის, რადგან პირველ რიგში ისევ და ისევ ხერხემლის, ანუ სიმძიმის ცენტრი ირღვევა, კისრის კუნთები მუდმივად დაჭიმულია, თავი არ ჩამოგივარდეს. და შესაბამისად მალთაშუა დისკებიც ზეწოლას არასწორ ზეწოლას განიცდის და ვითარდება შემდგომ კისრის თიაქრები. ანუ მაღალი ადამიანები გრძელი კისერით მაგალითად ეგეთი რისკის ქვეშ დგან. ხო, მეტად უფრო. და აი ჩვეულებრივი, ანუ სახსრების, იმიტომ რაღაცა სადღაც თვალი რაღაც თითქოს წავიკითხე, რომ ესე ვისაც ფართო სახსარი აქვს, იმათ უფრო რაღაცა ისეთი დაცული არსებობს ხერხემალი აქვსო ესეგა. ან ნახე როგორ რაღაც არის, ეს შეიძლება ადრე იყო ასეთი რამე, თუმცა ადრე ისიც ითვლებოდა, რომ მაგალითად აი ლორდოზი უნდა ქონდეს ადამიანს ამდენი რაღაც კონკრეტულად ეს კუთხე უნდა ქონდეს, ესეთი ხერხემლის დგომა ასეთი უნდა ქონდეს, მაგრამ დღეს არის ასეთი ესე ქვია pelvic incidence, ანუ თეძოს პარამეტრები ქვია რა. pelvic parameters, ეს არის ყველა ადამიანის ხერხემლის სიმრუდე არის ყველას აქვს თავისი ნორმა, მარტივად რო ვთქვა, ანუ უნდა იყოს პროპორციული მისლის მკერდის ძვლის და თეძოს დგომის. ანუ ის რო ავიღოთ ზოგადი პარამეტრები არა და არამედ ჩემი სიგრძე ხო არსებობს მხოლოდ ინდივიდუალური პარამეტრი, რომელსაც ვზომავთ მთლიანი ხერხემლის რენტგენიდან რენტგენით უფრო ხშირად, მთლიანი ხერხემლის რენტგენით მხოლოდ სადაც მთლიანი სხეულის რენტგენით, სადაც თეძოს ჩანს, კისერი ჩანს, ყველაფერი ჩანს რა. და ამ დროს მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანი შეიძლება ეს რო შეხედო წინ იყოს გადმოხრილი, მაგრამ მისი სიმძიმის ცენტრი მისთვის ნორმაში იყოს. ან ვთქვათ, ჩვენ აი ასე ვთქვათ, თეძოს პარამეტრების მიხედვით
ვაკეთებთ ოპერაციას და მისივე ნორმისთვის ვასწორებთ და არა თქვათ ლამაზი ფორმებისთვის რა. და ასევე დაუბრუნდები კითხვას, კი ბატონო, შეიძლება მაგალითად ტყელტერფიანი ვინჩი გინდგას დგავს ფეხს ხო, ან რაღაცა ესეც ძალიან დიდი ზეწოლა არის ხერხემლისთვის, ანუ ერთი ჩვენი საყრდენმა მოძრაობელი სისტემა აი დომინოსავით არის აგებული. ერთი მყესის არასწორი მოქმედება შეიძლება ან ტყელტერფიანობა შეიძლება კისრის თიაქარი გამოიწვიოს. მართლა არის ინტერესანტი. და ტყელტერფიანობა ხო, ანუ ეხლა მე მაგალითად ინგლისში მითხრეს რომ ტყელტერფიანობა არაფერი ვიღაცას პლანი თვალები აქვს, შენ ლურჯი თვალები აქვს, ესეთი მომენტი არის რა. მართვა ძალიან მარტივად შეიძლება ტყელტერფიანობის. კი, სუპინატორით ხო, ოპერაციას ძალიან იშვიათად გეტყვი. ხო, არა ოპერაცია არა, მაგრამ ან სუპინატორი, ან ზოგადად ან ტერფის სწავლება, რომ ისევ აი თაღის კუნთები გაძლიერდეს აი ამ მარტივია სუპინატორი, ტერფის კუნთები კი არა, ძლივსა ვარჯიში. ხო, ეგ ნუ რა თქმა უნდა. მოგეხსენება ხო? ხო, ეგ ცალკე მომენტი არის. თუმცა მართვის ამბავში ტყელტერფიანობა მე მგონი ყველაზე სუპინატორი და თან არა მარტო ვისაც ტყელტერფიანი არის ბავშვობიდან, ხო? ყველა ვარიანტში ასაკში ტყელი ისა ტერფი ტყელდება. ყველა ვარიანტში. ან დგომისგან ნელა ტყელდება და არსებობს. ვინც არ არის ტყელტერფიანი იმის ხო, ადამიანი საბსოლუტურად და ყველა უნდა იყოს. ჭაბწონიანის და ნუ ასაკში იქ თუ თქვა ოსტეოპოროზიც თუ არის თქვა ძლივს სინკროიზა და დაქვეითებული მასაჟ ანუ ძლივების რა თქმა უნდა ფეროთ უფრო ასე თქვა რბილია და დეფორმირებადი. შესაბამისად ესე ძალიან მნიშვნელოვანია ტყელი ტერფი როცა გააქვს შენ სიმძიმის ცენტრი ავტომატურად წინ იხრება. სხვანაირად. ანუ თაღი როცა გასწორებული გაქვს, ხო, უკან ანუ იმისთვის რომ შენ დააბალანსო, გიწევს რომ მუდმივად უკან იყო გადახრილი. ხო, გასაგებია. და თან პლუს მუხლებით შიგნით შედის ხოლმე და შესაბამისად მენჯებსაც ხო ამიტომ კოჭით დავიწყოთ, ხო, ტყელტერფიანებში მაგალითად ძალიან ხშირია კოჭის ამოვარდნილობა. ხრწობა, ასე ვთქვათ, ხშირი ამოვარდნილობა კი ხშირი ხრწობა, ან ფეხი გიბრუნდება ხშირად, ხო, ვთქვათ. ანუ ფეხით ხშირად გიბრუნდება, ნიშნავს რომ არასწორად თუ დგავ კოჭს, შესაბამისად მუხლით ზიანდება მოხს თუ არასწორად, შენ გო მენჯბაძაყის სახსარი თუ არასწორია გაუწევს. შენ გო წელის მალები, შენ გო ისა და ბოლოს შეიძლება წელი კისერი აქტივდეს უცბად. კისერი კიდე თავი გეთქინოს, იმიტომ რომ ტყელტერფიანი. საერთოდ აწავედით. მაგრამ მე ვიცი რომ ზოგადად ტერფის დგომაზე ვარჯიშის დროსაც კი თუ არათანაბრად არის გადანაწილებული ტერფზე ძალა, აი შეიძლება ტერფიდან დაგეწყოს მხრის ტრავმა და ასე შემდეგ. თუ ტყელტერფიანი ხარ და არ სუპინატორი არ გაწვია ძალიან საშიშია ნებისმიერ ვარჯიში. სიარული დგომა ხო და მით უმეტეს ხა ვარჯიშის დროს თან ბილიგზე თუ დარბი ხარ ან რაღაცას აკეთებ, პირიქით იმის მაგივრად რომ სარგებელი მიიღო ძალიან ტვირთავ ცოტნე ძალიან ხშირად ახსენებ სიმძიმის ცენტრს. აი შეგიძლია აი ჩათვალე რომ მე ვარ 5 წლის ბავშვი, სიმძიმის ცენტრი მესმის რომ რაღაცა ბალანსზე არის, რაღაცა ბალანსის ამბავი არის. შეგიძლია აგვიხსნა რას ნიშნავს სიმძიმის ცენტრი? ხერხემალი არ არის სწორი. ანუ ჯოხი რო დადო, ხო წაიქცევა აუცილებლად. ჩვენი ხერხემალი არის ესეთი ფორმის დაკლაკნილი, იმიტომ რომ დადგავ ჩვენს ხერხემალს, მარტივად რო ვთქვათ, ის არ უნდა დააბალანსოს ამ სიმრუდეებმა ერთმანეთი. ანუ კისრის პირველ მალას და კუდუსრუნს შორის, ჩვენს ბოლო წერტილს შორის, სწორი ხაზი უნდა გადიოდეს და ეს სიმრუდეები აქეთ-იქიდან ამ ბალანსს იცავდნენ. მიხვდი? ანუ კისრის წერტილი უტოლი უნდა იყოს. კუდუსრუნის დროს, ანუ შუაში ჩამოხვა. ხო, კუდუსრუნი და კისერი ერთ წერტილზე უნდა. სიმრუდეები აქეთაც და აქეთაც რომელიც არის თანაბრად უნდა იყოს. ან აქეთ-იქით რომ ჩვენ რო ვდგავართ, ამ დროს ჩვენი ყველა კუნთი იყოს მოდუნებული, იმიტომ რომ არ სჭირდებოდეს ბალანსისთვის კუნთებს დაჭიმვა. როგორც კი ჩვენი სიმძიმის ცენტრი წინ გადაიხრება, მაგალითად ორსულებში. ხო, ორსულობის დროს. გონია რომ მაგ დროს პირიქით უკან იხრება, იმიტომ რომ ცდილობს რომ უკან წავიდეს. მაგას გეუბნები შეხედა, ეს არის კომპენსატორული, იმიტომ რომ ჩვენი სიმძიმის ცენტრი წინ იხრება და ჩვენი ზურგის კუნთები დაჭიმულია მუდმივად, რომ ჩვენ არ წავიქცეთ. მესმის. და კომპენსირებთ იმისთვის, რომ სიმძიმის ცენტრი შევინარჩუნოთ შუაში. გამიგე? და შესაბამისად ნებისმიერ ადამიანშიც, როდესაც ჩვენი სიმძიმის ცენტრი წინ იხრება, თუნდაც ჭარბიწონის გამო, ან არასწორი პოზიციების გამო, ჩვენი კუნთები მუდმივად დაჭიმულია და ცდილობენ, რომ უკან გადაიხარონ და მე მგონი დამარტყა ჩემი წელის ტკივილი, ქრონიკული წელის ტკივილი რატომ აქ, იმიტომ რომ ჩემი კორპუსი ძალიან სწრაფად გამოდის ჩემი კორპუსი მწყობრიდან. აი ძალიან სწრაფად არ ვიცი.
აი შეიძლება რომ ერთ კვირაშიც გამოვიდეს, ოღონდ მე რაც გეუბნები, იცი, პრესის კაჩებს კი არ გეუბნები, აი რაღაცა შიდა ღრმა, ასუნთქვითი რაღაცები თუ არ გავაკეთე და არ მივწვდი და გონებით რაღაცა, სავსე მთვარეობაზე არ ვილოცე რომ გონებით ჩავთო. როგორც წავიკითხე, არ ვიცი, ჰიპერლორდოზის დამახასიათებელია კორპუსის ძალიან სწრაფად წყობრიდან გამოსვლა. და ნუ აი სულ მუდმივად წყობში უნდა მქონდეს. შესაბამისად, როდესაც მუცლის შიდა ღრმა კუნთები არ არის, ეხლა ვიცი და ეხლა შენთან ერთად დავასკვენი ეს და მივდივარ ბაზე ჭეშმარიტების გზაზე და რამდენ სწორი ვარ შენ მითხარი. ანუ თუ კორპუსის კუნთები არ არის მყარად და ეს რაღაცა სარივით არა აქვს შეყენებული აი აქ წელის ემას ხო მრუც წინა მხრიდან. ხო შესაბამისად უფრო მეტად წინ მოდი და წინ გამოზნექილია ხერხემალი. ანუ მუცლისკენ გამოზნექილია. მუცლისკენ გამოზნექილია, ანუ უგინარ შედიხარ, ხო. და თუ მუცელი მოშვებულია ხო წინ გადმოდის არა სიმძიმის ცენტრი. შესაბამისად ხო უკან ვცდილობ რომ დავიჭირო სულ დაჭიმული მაქვს ესელის კუნთები და შესაბამისად ალბათ მაგიტომ ჩემი სიმძიმის ცენტრი. ეხლა ამას ნუყურებთ. ელემენტარულად შეიძლება მიხდი, ანუ ფეხსაცმელის თუ წინ გწევს. შესაბამისად შენ რომელი ფეხსაცმელი მწევს წინ? თუნდაც ქუსლებიანი ხო? ქუსლი ხო, ესე არ მარტო პოდკასტებზე ვარ, მე მგონი ქუსლებით მეტი არის. ანუ ისედაც შეიძლება სუპინატორი გჭირდებოდეს შენს, ხა იქ ცოტა ისეთ საკითხი შეიძლება საერთოდ არაფერი გჭირდებოდეს და პატარა სახსრებია, ფაცეტური სახსრები გქია წელის დონეზე, რომლებიც გადაღლაც გჭირდეს და თქვა კუნთები კი არ გქიოდეს ფაცეტური სახსრები. თუ მხოლოდ წელის არეში არის ტკივილი, ესეთი აქსიალური irradiatsiya ვქენო, წელის არე თუ გტკივა და მის გარშემო მუცლისკენ ვერ გადმოდის წელიდან ტკივილი, ახლა ბევრი პაციენტი ახლა რაღაც მუცელში გადმოდის. არა, ამის ბრალი ხო არ არის თქო, აი ამ კუნთების სისუსტე ხო არ არის იმის დაჭიმულობის ბრალი, იმიტომ რომ მე ზოგადად მიგონია რომ ხო. ტკივილი. მე მგონი ჩემი кейსი რო გავაგრძელო იმდეს, იმიტომ რომ მე მგონია რომ ქრონიკული ანთება მაქვს, აი SI joint-ის, იმიტომ რომ აი წერტილები რო არის ეგეთი მრგვალი, ხო იცი? და თან მოძრავი არის მე აქ კვადრატულებს, ხო. ტკივილი განსაკუთრებით შობიერების შემდგომ ძალიან ხშირია, იმიტომ რომ ამას ქვია გავათეძოს შესახსრება ქვია. გავათეძოს შესახსრება ძალიან საკროილეიტი ქვია, ასე ვთქვათ, ან საკროილეური სახსრის, გავათეძოს სახსრის დისფუნქცია. ორი ვარიანტია და ძალიან ხშირია წელის ტკივილის დროს ხშირად აბრალებენ ხერხემალს. და არის ეგ. ხო, და თან იმიტაციასაც აკეთებს ხერხემლიდან გამოსული ტკივილის. თუმცა არის რამოდენიმე მეთოდითაც შეგვიძლია განვასხვაოთ. და ამ დროს ვაკეთებთ ხოლმე ნემს სახსრაში თუ ამბლოკად ამუშველა პაციენტს, მაშინ ესე იგი უპირველეს შევადასტურებთ. შემდგომ შეიძლება რამოდენიმე ინიექციით საერთოდ გავაკეთოთ. ანუ მე ვისი პაციენტი ვარ? რეაბილიტოლოგის თუ ვერტებროლოგის? არსებობს თუ ეს არ ვიცი თუ ეს გავათეძოს სახსარი არის, მაშინ არსებობს ვარჯიშები გავათეძოს სახსრის, ცალკე ვარჯიშები თუ ვარჯიში არ გშურნა, ხო ეხლა პირდაპირ ყველაზე მძიმეთი არ ვთქვათ, რომ ოპერაციაც არსებობს იკეთებთ. ჭანჭიკი შევდის პირდაპირ. ხო არა, ჭანჭიკი არ ჩერდება სახსარი. არა ძალიან ცუდი ტკივილი არის, ამ ჭამელი ტკივილი არის. ძალიან ნერვული და განსაკუთრებით წოლის დროსაც აქვს ხოლმე ტკივილი. მაყურებელს რო უთხრათ ეს გავა მენჯის შემაერთებელი, აი ძალიან ახლოს არის ხერხემალთან. ანუ ეს არის ფაქტორად რითიც მენჯი რამოდენიმე სანტიმეტრი არის შუახაზი. ხო, აი ძალიან ახლოს არის და აი გავას ზემოთ ორი ჩახურეტილი წერტილი რო არის დაახლოებით აი მაგ ადგილას რაღაცა თითქოს რა გირჭობს, გირტყავს, მე დაჭიმულობა გვერდზე მოძრაობს მოკლედ რა, მე იქ შეიძლება მიზე გადავიდეს. არ არის გათვლილი. ეს ანუ ეს არ არის სრული სახსრები. არ არის გათვლილი იმისთვის, რომ შეასრულოს რაიმე სახსრის ფუნქცია. თუმცა მშობიარობის დროს ერთადერთი ფუნქცია აქვს, რომ მშობიარობის დროს გაწიოს მენჯი და ბავშვი გამოუშვას. მეტი ფუნქცია არ აქვს. და დანარჩენ სხვა შემთხვევებში, როგორც კი ეს სახსარი ხდება მობილური, შეიძლება უცეკვაო იყოს ადამიანი და გაავარჯიშოს და როგორც კი დაამთავროს ცეკვა, თქვათ კარიერა დაიწყოს ამ სახსრის ტკივილი, იმიტომ რომ დარჩეს ეს სახსრები ფუნქციოდ. შეიძლება გადაიტვირთოს ნებისმიერი რაღაცა თქვათ სხვადასხვა, ანუ არ უნდა მოძრაობდეს ეს სახსარი და ამიტომ ან ამ სახსრის თქვათ ადგილობრივად შეიძლება ფიზიოთერაპიამაც უშუალოს, მაგრამ თუ არ შველის ხოლმე, არის ხშირად ესეთ შემთხვევები, არაფერი არ შველის და შეიძლება საკასით მოიყვანოს პაციენტი. შეიძლება ვაკეთებთ ნემს, შემდგომ ვიმეორებთ ამ ნემს თუ უშველა და შეიძლება 3-4 ინიექციის შემდგომ ძალიან დიდი ხანი აღარ შეაწუხოს საერთოდ.
მე შეიძლება მოუწყვათ ეს სახსარი თუ არა და ჭანჭიკის ჩაყენება შეიძლება სახსარში რომელიც ამუდამოა და უკვე აღარ წევს. იმედია მაგდონემდე არ არის ჩემს სახსარი. მაგრამ საკმაოდ სხვათაშორის სწორად გქიტყო ბევრი გაქვს დასერჩილი სა. კი, აი შეიძლება როგორი ნასწავლი მაქსიმია და ანუ შეიძლება MRI გადაიღო ხა ძალიან დიდი პრობლემაა ხა დღესდღეობით ძალიან ბევრი პაციენტი ხვდება ასეთი რომ მაგნიტურიზონანსული ტომოგრაფია გადაღებული აქვს აი ტკივილის გამო ხა მისთვის წელია. ხო. ხო დიდად ვერასხოვებს ხა გავათედოს შესახსრება პაციენტური სახსარია თუ წელის წვეტიანი მორჩი ხო? და იქ შეიძლება რაღაცა პატარა თიაქარი აღმოჩნდეს მაგნიტურიზონანსული ტომოგრაფიაზე რომელიც დამიჯერე აბსოლუტურად ყველას გვაქვს. კი. ანუ ძალიან ყურადღებიანი რადიოლოგი რო იყოს შეიძლება 10 წლის ბავშვსაც უპოვოს პატარა თიაქარი ანუ აი ძალიან ასე ვთქვათ ნუ მე თიაქარს ვიცახი რომ ეს არის უნებრივი ცვლილება ხერხემლის და ყველა თიაქარის პათოლოგია არ არის. როდესაც გვაწუხებს მაშინ არის პრობლემა. და თან ისე გვაწუხებს რომ რაღაც პრობლემას გვქნის მაგ შემთხვევაშია პრობლემა თუ რა თიაქარი არის ფაქტიურად რაც რო ბერდები და კანი რო სხვანაირი გიხდება და ცხვირი სხვანაირი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზუსტად ხერხემლის რაღაცა და ასაკობრივი ცვლილება არის. ნორმალური ასაკობრივი ცვლილება რაღაც შეიძლება ბოდიში გაგაწყვეტნი, მაგრამ შეიძლება ეს SI joint-ის ტკივილი არ გამოჩნდეს საერთოდ იმაზე ტომოგრაფიაზე, იყოს პატარა თიაქარი და ანუ პაციენტმა თიაქარს დააბრალოს, თიაქრის მკურნალობა დაიწყო ან ექიმა, ხო? მკურნალობა დაიწყოს თიაქრის და თიაქრის მკურნალობა საერთოდ სხვა არის და SI joint-ის საერთოდ სხვა არის. ძალიან ცუდად ვასკულირებული სახსარი მიდამოარი, ანუ სიძარღვები ფაქტიურად არ აქვს და წამალს როსო იქამდე არ მიდის. არა, ნამდვილად. რაგბისტებიც ყოლია, რომლებიც ტურნირის წინ მოსულან და გაუკეთებიათ ეს ნემსი, რომ ჩაეტარებინათ ხო და შველის. ხო, სხვა შორის ეს SI joint-ის ტკივილი ჩემს შემთხვევაში ესე იყო, შემთხვევაში კვადრატული კუნთების გადაჭიმით დაიწყო. აი და კვადრატული კუნთები არის აი ეს ძალიან შიდა ღრმა, აი წელის კუნთებს ეძახიან, სადაც აი გავა და ნეკნების არე ერთდება, აი შიგნიდან რაღაცნაირად შიგნიდან. და აი მაგის გადაჭიმით იწყება და აი რაღაცნაირად მოძრაობები, რომლებიც საჭიროა რომ კუნთები გაავარჯიშო, იყო ზედმეტი მაგ სახისთვის. ხო, შეიძლება ხი და იმიტომ რომ ძალიან მარტივად იტვირთება ხოლმე. ბევრი რო არ გავაგრძელოთ აი რაღაცა ინდივიდუალურ მომენტებზე, თუმცა ძალიან ხშირი არის, იმიტომ რომ ჩემ აი წერენ ხოლმე რომ აი ეს ადგილი მტკივა და მაგიტომაც წამოვიღე ახლა ეს ზოგადად კითხოთ. მაგრამ თიაქარზე მინდა ძალიან ვისაუბროთ და ძალიან გამიხარდა რომ შენ აი ეგრე დაასახელე, იმიტომ რომ ჩვენს ყოველთვის ჩვენი ბლოგი და ყოველ შემთხვევაში ეს რაღაცა გადის, რომ თიაქარი თუ არის მწვავე ფაზაში, იმ დროს აი ტკივილები გაქვს, რაღაცა დაბუჟება გაქვს კიდურების, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩავთოთ სპეციალისტი, გვირჩიოს ვივარჯიშოთ არ ვივარჯიშოთ და ანთება ჩაქრეს და მე უეჭველი, ანუ პირიქით თიაქარი არის ჩემთვის ნიშანი, რომ всё, შენ გაჩერების უფლება აღარ გაქვს. თიაქარი, პროტრუზია, საიატიკა. აი ეს სამი მიმართულება მე როგორც ვიცი, არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ რაღაცა მკურნალობის მეთოდი თითქოს აი ამ სამ მიზეს, ასე ვთქვათ, თითქოს ერთ და იგივე, ნუ ვარჯიშების კუთხით ყოველ შემთხვევაში. სარეაბილიტაციო ტიპის ვარჯიშების კუთხით. შეხედე sciatic pain, ანუ ეს არის იგივე საჯდომის ნერვის ანთებას ეძახი. ანთება, ანუ ძალიან არ მიყვარს საჯდომის ნერვის ანთება დიაგნოზად. იმიტომ რომ 99.9%-ში საჯდომის ნერვის ანთებას აქვს მიზეზი. ანუ ნატურა არ არის რომ ჩართოს აინთოს, ხო? და სადღაც ეს მიზეზი არის მექანიკური, სუფთა მექანიკური, ანუ სადღაც მექანიკური. ანუ ანთებითი პროცესი, ნებისმიერი ანთება, ხელი რო გაგეჭრება, იქაც ანთებითი პროცესი ხდება, ხო? ანუ მიდის იქ ნიუტრიენტები, რომლებიც აწითლებენ, შემდგომ მარტივ ენაზე რო ახსნათ, ხო? ჩვენთანაც საჯდომ ნერვთანაც ხო ანუ რომ საჯდომი ნერვი ყალიბდება რამოდენიმე ნერვისგან, ეს არ არის ერთი ნერვი. სამი. ძირითადად როგორც სამი შეერთება. წელიდან გამოდის ნერვები, რომლებიც იკრიბებიან და შემდგომ ქმნიან საჯდომ ნერვს, რომელიც მე კიდე იყოფა. და რომელიმე ერთზე ზეწოლის შემთხვევაშიც ჩვენ გვაქვს უკვე საჯდომი ნერვის სადღაც გაყოლებაზე ტკივილი. შესაბამისად რო იქ რომ მიაწვება თუნდაც თიაქარი, თან ხერხემალი იმდენად კომპლექსური ორგანო არის, იმდენი პატარა ნაწილაკი აქვს, რომ აი მარტო თიაქარს რო რაღაცა დავაბრალოთ, ძალიან არასწორი. ხანდახან არის ხომ დასკვნას ჩამიგდებენ მაგნიტურიზონანსული ტომოგრაფიის და იქ წერია რომ აი 4 მმ-იანი თიაქარი აქვს ადამიანს და ნუ აი რა ვქნა რა მეშველება და ნუ მეკითხები რა მეკითხებს არა. ხო სიტყვაზე. იყოს. ხო აი რას გიშლის ეს ყველას ჯვარი წერია, სიმსივნე ხო არ არის, არა?
რომ თქვა თუ არ მოიღებ რაღაცა მოგივა. ანუ ეს არის უბრალოდ თიაქარი. ან თითი ესე თუ გაგდა რაღაც კოჟი რო გაგიჩდეს მაგალითად, ხო? ან მეჭეჭი. ხო, ანუ აი უფრო თქვა უფრო სწორად რო თქვა და ზუსტად ან თიაქარი ეს არის ხრტილის ის ნაწილი, რომელიც გამოვიდა თავის ნორმალურ მდებარეობიდან, გადანაცვლდა, წანაცვლდა, შეიძლება გადავიდეს, გამონაცვლდეს თქვა, გადანაცვლდეს 4 მმ-ით, შეიძლება 1 სმ-ით, მაგრამ თავარი არსი რა შემდგომარეობს, რომ ნერვს არ დააწვეს, ხო, არ მიაწვეს ნერვს ისე, რომ ეს იყოს ამ ნერვისთვის აუტანელი, შეუგუებელი და შესაბამისად ჩვენთვის არსებობს ისეთი თიაქრების მონთაჟუა დისკის, რომლებმაც შეიძლება ინვალიდიზაცია გამოიწვიონ, საერთოდ მით უმეტეს თუ არ მიაქციეთ დროზე ყურადღება და შეიძლება 10 დღეში გამოიწვიონ ინვალიდიზაცია, ძალიან თუ გამოვარდა არის ხოლმე მაგალითად რაშის კუდის სინდრომი, როცა შარდვას ფუნქციას აბსოლუტურად როგორ ქვია მაგას? რაშის კუდის სინდრომი, რაშის კუდის? ხო ისე აწვება ქვემოთ ან სპინალურ ნერვებს ეს თიაქარი რომ იწვევს და მათ არ არის აუცილებელი შეიძლება დიდი არც იყოს? უბრალოდ ისე და ძალიან დიდი უნდა თელ არხს უნდა თელ სპინალურ არხს უნდა ფარავდეს რა და მან თან მილიმეტრებზე როგორი რაღაცა იცით ანუ მილიმეტრებით გაზომა ძალიან არასწორია რომ მილიმეტრს როგორც წესი რადიოლოგები და ჩვენს ყველანი თუ ესე ზომავთ 1 სიბრტყეში ანუ შეიძლება ვიღაც 4 მმ-იანი თიაქარი ბევრად უფრო მეტი იყოს მოცულობაში იმიტომ სიგრძეში იყოს ვთქვათ 4 მაგრამ სიგანეში და სიმაღლეში ბევრი იყოს შეიძლება ვიღაც 10 მმ-ი უფრო პატარა იყოს ვიდრე წვრილი იყოს მაგალითად და გრძელი ხო და ასევე ვიღაცის სპინალური არხი შეიძლება უფრო პატარა იყოს და 4 მმ-ზე ბევრად უფრო მეტად კიდეს ვიდრე ვიღაცას დიდი არხი ქონდეს და 8 მმ-ზე ასევე მდებარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს თიაქარი გამოვლენა იმიტომ დასკვნას რომ მიგზავნე ხოლმე ეს ესე ვეუბნები რომ აი წარმოგიდგინე ვიღაცა გიყვება ფიროსმანის სურათს და ეხლა უნდა აი არ გაქნა ნახი და გიყვება აი როგორ წარმოვიდგენ იქ რა ხდება ხო შანსი არა აი როგორი მაგარი მთხრობელიც არ უნდა იყოს აი შანსი არა როგორ წარმოვიდგინო იქ რა ხდება მაგარი ფანტაზიაც არ უნდა კონდეს ია ხო რა თამდეში წარმოვიდგინო ეხლა ხერხემალში რა ხდება დასკვნით რომელიც ფაქტია იმის მეასეცაც ვერ აღწევს ანუ არ ურთავენ ხოლმე იმას არა არის ხოლმე რომ გამომიგზავნიან მხოლოდ თქვათ დასკვნას და გითხარი ხო პაციენტი აი აი მითი რა ვქნათ მაგალითად ხო მესმის ესე იგი ჩვენ რომ მიუბრუნდეთ საიატიკას ამბავს ესე იგი როგორც შენ ამბობ საიატიკას პრობლემა იწყება ნერვის მოყოლიდან წელის მიდამოებში ყველაზე ხშირ შემთხვევაში ეს არის მალთაშუა დისკის თიაქრის ან სპინალურ არხის სტენოზის შევიწროების გამო სტენოზი რა არის გითხარი შევიწროება არხის შევიწროება ანუ არხში არის ძვლოვანი კომპონენტი ხრტილოვანი კომპონენტი და იოგოვანი კომპონენტი შევიწროება იოგოვანი ძვლოვანი და ხრტილოვანი კომპონენტი ხო ეს არხი შედგება აი სამი ჩამოთვლილი ხრტილოვანი კომპონენტი არის თქვათ მაგალითად თიაქარი თუ გამოვარდება და შეავიწროებ ამ არხში შემოვარდება ხო ძვლოვანი და იოგოვანი აპარატის გასქელება ხდება მარტივი მიზეზის გამო ეს არის არასწორი მოძრაობები გადატვირთვა ანუ თუნდაც მაგალითად რო ვატკაცუნებთ თიც ხო ამ დროს რა ხდება ძვლების უხეში ასე ვთქვათ ხრტილების და ძვლების უხეში ასე ვთქვათ გადკაცუნება ხდება ერთმანეთზე გახახუნება ხდება ერთმანეთზე წარმოიქმნება მიკროტრაუმები და იქაც მიმდინარეობს ანთებითი პროცესი ანუ ხელი რო გაგეჭრება და წარმოიქმნება ნაწილური ანუ ოღონდ ჩვენ ციტებს რო ვატკაცუნებთ იქ არაფერშია შეიძლება ხერხემალზე იქაც ხერხემალზე მაგალითად ხერხემალი გადატვირთე ხო არასწორი მოძრაობა გააკეთე ხო იქ გადატვირთვის შემთხვევაში მიკროტრაუმები რო ყალიბდება ამ მიკროტრაუმების დროს სქელდება იმიტომ რომ ნაწიბური არასდროს არ არის იგივე კონსტანციის როგორც ჯამთელი კანი ხო ხელი გაგეჭრება ის ნაწიბური უფრო უხეშია იქაც რო შეხორცდება ის მიკროტრაუმა ის უფრო უხეში ხარ სქელდება ვიწროვდება შესაბამისად ის არ ნელ-ნელა ეს არხი შეიძლება შევიწროვდეს ან ეს იოგი გასქელდეს ამდენი გადაძაბვისგან ხო აი კუნთი როგორც იზრდება დატვირთვის დროს იქაც იოგოვანი კუნთების მყესებიც ხო იზრდება მარტო კუნთი ხო არ იზრდება იქაც იგივენაირად როცა ხერხემალს არასწორად ტვირთავ და კუნთები არ განვითარებული და ძვლოვანი და იოგოვანი აპარატზე მოდის დატვირთვა აუცილებლად იზრდება იოგოვანი აპარატი და იზრდება ძვლოვანი აპარატი ძვლოვანი სტრუქტურები იმისთვის რომ გამაგრდეს მაგისი რევერსი შესაძლებელია სხვათა შორის კი როგორ არის ესეთი ცოტა ეს რადიკალისტი ინდოელი ნეიროქირურგი კისრის ფიქსაციის მამა არის გამოიგონა არტურ გოელი და რომელიც ძახის რომ ყველაფრის
ყველა ხერხემლის პრობლემის თავი და თავი არის ხერხემლის არასტაბილურობა, ანუ მორყევა მარტივად ვთქვათ. და ყველაფერს უნდა დააფიქსირებო, ეს ხა იძახის რომ ყველას ოპერაცია უნდა და როგორც კი ოპერაციას დააფიქსირებ, ჭანჭიკებს ჩააყენებ და დააფიქსირებ მაგალითად იმ ხერხემალს, ეს თიაქრები, იოგები ნელ-ნელა მცირდება ზომაში და უკუსლას იწყებს რა და აქვს ამის თქო ემრაი მტკიცებულებები ძალიან ბევრი. თუმცა ეხლა პირ ყველას რო არ მივადგეთ და არ დავაფიქსიროთ ხერხემალი ისევ და ისევ. შენ კი მიადგები, ისინი მოგადგებიან ცოტნე გავთქვათ. იმიტომ რომ ყველაფერზე წასვლელები არიან ჩვენი. ხო, ჭანჭიკებით დავაფიქსიროთ ჭანჭიკებით, შესაბამისად ავირჩიოთ შეგვიძლია, რომ სწორი ვარჯიში. მიდგომა და ვარჯიში კუნთები გავაძლიეროთ იმისთვის, რომ კუნთოვან აპარატზე ხერხემალი გამყარდეს და კუნთოვან აპარატი, ანუ კუნთი ყველაზე ძლიერი ორგანო არის ადამიანის, ხო? ყველაფერი შეუძლია რომ აიტანოს. და როგორც კი რაც უფრო განვითარებული კუნთოვანი მასა, შესაბამისად მით რომ ნაკლები დატვირთვა მოდის იმ ორგანოებს, რომლებიც ვერ იტანენ დატვირთვას. ანუ იდეაში ეხლა პატარა შეჯამებასავით რომ გავაკეთოთ ეგ მომენტი, ხო? ჩვენ დავშოთ ზურგის ზედა მხარე კუნთები თუ კარგად ძლიერად არის, ხო? წელზე მე უცაბედი მოძრაობა თუ გავაკეთე, ის აი ესეთი უცაბედი მოძრაობა ტრავმულად არ დააწვება იმ ჩემ ზურგზე. მართალი ხარ ყველაფერში, ხო? ფეხებიც. ანუ ეს თალსახაც, მაგრამ მე უცბად ეხლა ზურგზე წავედი. რა თქმა უნდა, თლიანი სხეული, ეხლა საჯდომის კუნთები ძალიან ბევრი რაღაცას გვაწილებს. ფეხის კუნთები ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, ფაქტიურად. ძლიერი ფეხის კუნთები, როცა გაქვს, ბევრად რომ მსუბუქად დადიხარ ადამიანი, მსუბუქად გადაადგილდები. რა თქმა უნდა. იგივე, ანუ აი რა ვიცი, იგივე პრინციპია, ზუსტად სიმძიმის ცენტრისთვის, უბრალოდ ნაკლები წვალება შენარჩუნებისთვის, უბრალოდ ნაკლები წვალება გჭირდება, როცა კუნთოვანი აპარატი გაქვს, სწორად განვითარებული. რა მეინტერესებს კიდე ჩვენ აი მაინც კითხვას რომ მიუბრუნდე. როდის ხდება თიაქარი საშიში? ისევ თიაქარზე რო დავბრუნდეთ რა. ნუ ყველაზე ხშირია. ხო, აი თიაქარი და პროტრუზია ყველაზე ხშირი. პროტრუზიაზეც მინდა ცოტა ვისაუბროთ, მაგრამ მე ვიცი რომ პროტრუზია თიაქრის წინამდებარე მდგომარეობა, მაგრამ ჯერ თიაქარი, აი როდის არის თიაქარი საშიში, როდის უნდა იყოს? ანუ ასე ვთქვათ, როდის უნდა მივარდეთ ექიმთან, რა თქმა უნდა ტკივილის დროს, მაგრამ აი საშიში როდის არის? პირველ რიგში ნახეთ თიაქარი. არის ნებისმიერი ნორმალური ანატომიური სტრუქტურის გადანაცვლება. თუნდაც 1 მილიმეტრით, ანუ პროტრუზიაც თიაქარია. ოღონდ მცირე ზომის, რომელსაც არ აქვს დარღვეული მალთაშუა დისკის კაფსულა. სწორედ წინამორბედია იმ ასე ვთქვათ იმ პრობლემების, რამაც შეიძლება საბოლოო ჯამში თიაქრმა გამოიყენოს. პირველი სტადია, ასე ვთქვათ, თიაქრის პროტრუზია. როდესაც ხერხემლის, ანუ აი რო წარმოედგინო ჰოკეის, უფრო სწორედ შაიბა. რო წარმოედგინო, აი დაახლოებით ეგეთი სტრუქტურა ძვლებს შორის, რომელსაც აქვს გარედან ყრივი კაფსულა, ხრტილი და შუაში უფრო რბილი ჟელესებური მასა, რომელიც ამ ზეწოლისგან შეიძლება გარღვიოს ეს კაფსულა და გამოვიდეს გარეთ. ეს არის ხოლმე ძირითადად სეკვესტრი ან პროლაფსი თიაქრის. მაგრამ პირველი რა არის, ანუ რასაც შენ ძახ რომ თვითონ ეს გაათხილოს ეს კაფსულა და კაფსულა გამოიღუნოს, ასე ვთქვათ, გამოიზნიქოს. მთლიანი ჟელესებური მასა კი არ იყოს გამოსული გარეთ, არამედ ეს კაფსულა იყოს გამოზნექილი და ეს არის პირველი და ყველაზე მარტივია, ვთქვათ, აი ამ პროტრუზიის მკურნალობა. ელემენტარულად გაჭიმვით, რომ ვთქვათ, ვაკუუმის გზით, სანამ კაფსულა დარღვეული არ არის, ვაკუუმის პრინციპით ეს გაჭიმვის შემთხვევაში შებრუნდება უკან. ხო, ან ოდნავ გამოშრება, თან ჩვენი ხრტილები საკმაოდ თავდაპირველად საკმაოდ გაწყლოვანებული არის და შემდგომ ნელ-ნელა შრება ხოლმე და როგორც ყურძენი და ქიშმიში რო წარმოედგინო, ქიშმიში უფრო პატარაა ვიდრე ყურძენი, ხო, იგივენაირად რო გამოვარდება, ეს არ არის განაჩენითი ნებისმიერ თიაქარი, ის ადრე თუ გვიან გაუწყლოვანებას განიცდის და მცირდება, იჭმუხნება ზომაში. იმ შემთხვევებში, როდესაც უნდა მიმართოთ ექიმს, იმ შემთხვევებში, როდესაც ტკივილი არის ძლიერი, განსაკუთრებით გადადის თუ წელის დონეზე არის ფეხში, თუ კისრის დონეზეა ხელში. არ შეიძლება ტკივილი კისერში იყოს თიაქარი და ტკივილი ქონდეს ფეხში, ეს წარმოუდგენელია. ხო, ყველა ვარიანტში თუ ორივე გაქვს, ესე იგი აქაც პრობლემა აქვს და წელშიც პრობლემა აქვს. ხო. ტკივილი და დაბუჟება ერთ და იგივენაირი შემდგომი ეტაპი არის. ან დაბუჟება რა, აი მაგალითად წარმოიდგინე, რომ თითი მოყვა კარში. ჯერ გტკივა, თუ დიდი ხანი გააჩნდებ, მე დაგიბუჟდება და მე საერთოდ ვეღარაფერს ვეღარ გზნობ. საერთოდ ვეღარ მოძრაობს. საერთოდ ვეღარაფერს თუ ვეღარ გზნობ და ტკივილი აღარ გაქვს და მაგრამ დაბუჟება გაქვს.
ესე იგი უკვე შის ნერვი კვდება და იმ თითსაც ვეღარ გამაძრობ, ანუ ტერფი შეიძლება ჩამოგიორდის, ფეხი შეიძლება ვეღარ მოხარო. გააჩნია რომელ ნერვზეა ზეწოლა, ხო? ამიტომ ხანდახან არის ხომ რომ დიდი თიაქრები ვისაც აქვს ბევრს წვალობენ, არის სუბთა საოპერაციო თიაქრები, რომლებიც არ იკეთებენ ატომას ოპერაციას, ეშინიათ ოპერაციას და შეიძლება მოვიდნენ შენთან ორ თვეში და გითხრან, აი აღარა მაქვს ტკივილი და სამაგიეროდ ტერფი აღარ სხვა და ჯობით ამისი აღდგენა არ შეიძლება? შეიძლება, მაგრამ სრულად რო აღდგეს, გააჩნია რამდენი ხანია გასული. ხო, ანუ ესე იგი როგორც კი ჩვენ დაბუჟებაზე გადავდივართ, მაშინ არის ძალიან საგანგაშო იდეაში და მაშინ ყველა ვარიანტი უნდა დავიწყოთ რაღაცნაირი ჩემი პირადი პროტოკოლით მაგალითად და ანუ თქვა საერთაშორისო რომ ბევრნაირი გაიდლაინი არსებობს, თქვა ყველა ქვეყანას თავისი პროტოკოლი აქვს. მუდმივი დაბუჟება თუ არის, მე მიმაჩნია რომ უკვე რაც მალე გაკეთდება შეიძლება ღიო თქვა ოპერაცია არ იყოს, მაგრამ რაღაცა მექანიკური ჩარევა არის თქვა ლაზერით, შეიძლება შეჭმხუნა გააკეთო ან რაღაც სხვადასხვა მექანიკური მეთოდები რომ უფრო მალე მოხდეს და არა ფიზიოთერაპიით, არა ვარ იმას დრო ჭირდება. მაგრამ სანამ მუდმივი დაბუჟება არ აქვს, მაგალითად შეიძლება იყოს რომ 1 საათი რო გავივლი, მე მიბუჟდება მითხეს რა პაციენტო. ამ შემთხვევაში დილაობით დილით პირიქით რო წევ ხარ გაშლილია ხერხემალი და როგორც წესი არ ხოთშეს აი მე მქონდა ხოლმე პირიქით აი მშობიარობის შემდგომი პერიოდი იყო რომ დგებოდი ხოლმე რამოდენიმე თითი მქონდა დაბუჟებული შეიძლება ეგ სიძარღვოვანი იყოს რო დგები ხო და გაგილვის დაბუჟებას ეგ სიძარღვოვმა გაატარა და გაგიერა დაბუჟება მოხდი და თუ დგები და გეწყება ტკივილი ესე იგი ხერხემალი იჭყლტება და ნერვი იჭყლტება შესაძლოა ანუ ხერხემალი დაბლდება დილით საღამოს მინიმუმ 1-2 სანტიმეტრით უფრო დაბლები ვართ ვიდრე დილით ხო რა თქმა უნდა ხო კი მე რო ვჯდები წევხარ ხო რამე რო წევხარ ყველა ან მალე მალთაშუა სივრცეები იზრდება როგორც კი ადგები და ივლი დაჯდება. ნელა ჯდება. ესე იგი როგორც წონა უნდა გავიზომოთ ხოლმე დილაობით, ისე სიმაღლეც დილა საღამოს. იცი რა, ეს ოპერაცია მე ცოტა გეტყვი მაშინებს და გეტყვი რატომ. თუ აი ვინც კი ვინმე გამიგია, ვისაც თიაქრის ოპერაცია გაუკეთებია, აი მე მგონია რომ 10-დან 7 მეორე ამოსდის ძალიან მალე. ამოსდის ცოტა ზეწოლა, მაგრამ მე უვარდება ძალიან მალე. და ერთი კი არა, 2-3 ჩემი ძიძა იყო სხვა შორის ესეთი ოპერაცია გაკეთებული და 3 თიაქარი ქონდა მე. მაგრამ მაგასაც რა თქმა უნდა თავისი ახსნა აქვს, იმიტომ რომ მარტო ოპერაციაზე არიან დამოკიდებული და მე ფეხ-ფეხზე გადაიდებენ და არაფერს არ ეკეთებენ. ანუ პირველ რიგში მან მიზეზი ოპერაცია არ არის. ანუ ოპერაციის დროს ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ იმ მიდამოზე, რომელიც გამოვარდნილია, ანუ ორი ვარიანტი ოპერაციის, ან მარტო თიაქრის ამოღება, ან ფიქსაცია ხერხემლის. ხერხემლის ფიქსაციის შემთხვევაში იქ თავიდან გამოვარდნა აღარ ხდება. მაგრამ ეხლა წარმოვიდგენ ესეთი რაღაცა, ადამიანი ასე თუ ჯანმრთელი იყო, არ ქონდა დიდი თიაქარი, გამოვარდა ეს თიაქარი. ჩვენ ეს რაც არის გამოვარდნილი მარტო იმას ვიღებთ, ფაქტიურად ხერხემლის თლიანობას მეტი არ ვარღვევთ არაფრით. და ანუ როგორ ფიქრობ, მე თუ შეიძლება გამომივარდეს, რომელსაც არც ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ხო შეიძლება რომ გამომივარდეს თიაქარი ისე რომ თქვა ოპერაცია, არც ოპერაცია მაქვს გაკეთებული, არც სიმხელაზე მქონდა დარღვეული და რომ კაფსულა არ მაქვს ყოველ შემთხვევაში ხა დარღვეული, რომ რაღაც წინაპირობა მქონდეს ამ თიაქრის გამოვარდნის, უფრო მეტი შანსი არ არის იმ პაციენტში, რომელსაც უკვე გამოვარდნილი აქვს, რომ დაემართოს და მიზეზი რა არის ამ გამოვარდნის ძირითადად ჭარბიწონა, არასწორი დატვირთვა, ხერხემლის და არასწორი პოზიციები, რომელსაც აგრძელებენ ოპერაციის შემდგომ 99% პაციენტების და რა თქმა უნდა, ერთ დონეზე თუ გამოვარდა თიაქარი, მეორეზე შეიძლება რომ გამოვარდეს ძალიან ლოგიკურია. დიახ, ძალიან ლოგიკურია და პირდაპირ ვამზადებ ხოლმე მე მაგალითად ჩემ პაციენტებს, რომ თუ არ მიხედავ თავს, მოხვალ ჩემთან და ისინი რა ეხლა იმიტომ გიკეთებ ოპერაციას, რომ გტკივა. იმიტომ კი არა რომ მომავალში შეიძლება გამოგივარდეს, იმიტომ რომ ეხლა გტკივა სრულად ახარ და მალე მოგიგوارებ მარტივად, ხო? არის პაციენტები, რომელსაც ვიცი მაგალითად, რომ მარტო თიაქრის ამოღება არ უშვილთან ჭარბწონიანი თუ არის პაციენტი ან რაღაცა თუ ძალიან დარღვეული აქვს დისკის მე არ ვაკეთებ მაგ შემთხვევაში მხოლოდ დისკის ამოღებას, იმიტომ რომ აზრი არა აქვს გეთანხმები შენ და მთლიანად უგვარებ ხერხემლის პრობლემას ფიქსაციით, მინინვაზიური მეთოდი მიდგომებია დღესდღეობით, პატარა განაკვეთებით, მინიმალური სხდანაკარგით და ფიქსაციას გულისხმობ ჭანჭიკები, ხელოვნური დისკი და ამ ჭანჭიკებსაც ჭანჭიკები როდესაც ხდება ან ხელოვნური დისკი რო იდება, ამ შემთხვევაში იცვლება ხერხემლის ან მოქნილობა, ან ვარჯიში, აი მე ჩვეულებრივად როგორც ბუნებრივ ხერხემალს ისე ვიყენებ. ვასწორებთ ხერხემლის ლორდოს ვასწორებთ, კოლიოს ვასწორებთ და პირიქით ვეროთ რომ არტივდება ვარჯიში და ყველაფერი და აუცილებელია. ესეთმა ადამიანმა რამდენ ხანში უნდა დაიწყოს ვარჯიში? ერთ თვეში შეუძლია ფიქსაციის შემდგომ თუ რაღაც თვითონ დისკომფორტი როგორც ექნება,
დაახლოებით თვენახევარი უნდა მარტივად რო ვთქვათ ოპერაციები მიდამოს კარგ შეხორცებას. ამით უმეტეს თუ ეს არის ფიქსირებული ხერხემალი, ხო, თქვათ პირიქით თუ ფიქსაციის garaში არის, უფრო გვიან, სადღაც 3 თვე მაინც გვინდა დისკის ოპერაციიდან, რომ მიუცეთ სპორტული აქტივობის უფლება. ანუ ფიქსაციანი წელი ფაქტობრივად კიბორგია რა, არასწელი აღარ ეთკინება. ანუ წელი აღარ ეთკინება. იმიდამოზე ახლა თუ მოინდომებს იმიდამოს ანუ 25 მალა არის 26 არის იმ ფიქს შეიძლება კიდე მეტი იყოს რასაც ვაფიქსირებთ ამ ხერხემალში ხო ყველას ხوار დავაფიქსირებთ შეიძლება 3 დონე იყოს შეიძლება 4 დონე იყოს მაგას რა გვერდით ანუ რატომ შეიძლება იყოს ეგ არასახარბიელო მაგ ჭანჭიკების გაკეთება აი ხო ვიღაცა შეიძლება მართლა პირველ რიგში მოვარჯიშე და მოვიდე და წელი დამფიქსირო ცხოვრებაში არ მეტკინას გითხრას და პროფესიონალ სპორტსმენებს შეიძლება პირიქით უფრო მეტად გაუკეთო ხოლმე მაგალითად ფიქსაცია თუ ვიცი რა რაგბისტი ხარ ან რაღაც არის და მარტო თეაქარს ამოუღებ და შეიძლება ერთ წელიწადში ისე მოვიდეს ხო დაზიანებულია უკვე იქ მიდამო თან თუ სტომა არის მალების და არასტაბილურობა პირდაპირ შეიძლება რომ გავუკეთო. რაც შეეხება ანუ თვითონ ნებისმიერი ოპერაცია კბილი მე გამიგიედე ალბათ შენს გსმენია რომ შეიძლება კბილის ოპერაციის დროს ანესთეზიის დროს ადამიანი იმოკვდეს ძალიან იშვიათია მაგრამ ტყუილად არაფერი არ უნდა გავუკეთო ადამიანს. ხო ყველაფერს აქვს თავისი ან ჩვენ ოპერაციას მარტო მაშინ ვაკეთებთ, როდესაც უოპერაციობის რისკი ბევრად უფრო მაღალია ვიდრე ოპერაციის. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ანუ ვიღაცა ტიპი რომ მოგადგეს და მოდი ჭანჭიკები ჩამისვი. არა, რომ მე ხოც არ გავუკეთო. და მაგრამ აი რა შეიძლება მაგისგან მომავალში ეფექტები, აი ნეგატიური ეფექტები დავინახოთ. ძალიან იშვიათად 1000-ში ერთხელ შეიძლება მეტალო, ანუ აი მიუღებლობა მეტალების დაემართოს. რა გამოხატულება აქვს მაგ დროს ხელს რომ ხა კერხები და ვერ მოვარდება შეიძლება ან ინფექცია იყოს ან სითხე იყოს ან რაღაცა მაგრამ ძალიან იშვიათია და ამოღება მოგვიწიოს რა და ну პრინციპში დღევანდელი თანამედროვე აპარატურით ნავიგაციით და თქვა რენტგენის აპარატით ხარისხი მაღალ ხარისხის რენტგენის აპარატებით ინტრაოპერაციული ძალიან იშვიათია მაგრამ ასევე ხდება ხოლმე ჭანჭიკის არასწორი დგომა რომელიც შეიძლება ნერვსედებოდეს და გადაყენება დაგჭირდეს ან რაღაცა. თქვა დიაბეტიან და ძალიან ჭარბწონიან პაციენტებში ჭრილობის შეხორცების პრობლემაც არის. ამისთვის არის როგორც გითხარ მინიინვაზიური მეთოდები, რომლებიც ამ შეხორცების პრობლემას ფაქტიურად გვიგვარებენ რა, მაგრამ ну რა ვიცი, მოკლედ ხშირად მთავარი ის მიზეზი თუ არ აღმოვფხვერით, რამაც გამოიწვია ეს პრობლემა. დავაფიქრეთ სიტყვას 3 დონეს და მის ზემოთ განვითარდება მის ქვემოთ იგივე პრობლემა. უბრალოდ ეს არის დროებითი გადაჭრა, სანამ შენ თავს მიხედავ. ან არის თქვა ძალიან ასაკიანი პაციენტებიც არიან, ხომ თქვა 80-90 წლის პაციენტები, რომლებიც მტკივად და რა თქმა უნდა, მან შეიძლება უფრო აგრესიულად პირიქით, უფრო აგრესიულად გავაკეთოთ ეს ოპერაცია, რომ არ დაველოდე ხრუდის დაიწყოს ვარჯიში, რაღაცა მისი ვარჯიშია, ხო? გავაკეთებ და მაგრამ მაგხელა ასაკზე ესეთი დიდი მძიმე ოპერაცია. თანამედროვე ანესთეზია გვაძლევს და როგორც გითხარ ეს მინიინვაზიური ჩარევა, თქვა თუ ის გრძელდება 5 და 6 საათი და შეიძლება 2 ლიტრი, 1 ლიტრი, 2 ლიტრი სისხლი დაკარგო, მინიინვაზიურ შემთხვევაში შეიძლება 1 საათ ნახევარში მოჩე და 100 მილილიტრი სისხლი არც დაგეკარგოს. ცოტა სისხლი. ეს ძალიან საინტერესო არის. თანამედროვე ანესთეზიური საშუალებები გვაძლევენ ამის უფლებას და აქტიურად ძალიან მცირე გართულებები აქ დღევანდელ დღეს ანესთეზიას ზოგს აი ნარკოზის უფრო ეშლია ვიდრე ოპერაციის. ხო, რეალურად ეგრეც არის. ის გამოვედი ნარკოზიდან სულ მაინტერესებს აი თვითონ რა ახსოვს რომ ძლივს როგორ გამოვიდა და სავარაუდოდ ხო რთულად გამოსვლა. მამიდა ჩემს მithos აჯერს რომ აი რაღაცა კანკალით აი რაღაცა ცუდად ციოდა და რაღაცნაირი სხვანაირი გამოსვლა. ჩვენ ვათქვით პაციენტებს იმისთვის რომ პაციენტმა კანკალით არ გაიღოზონ, თუმცა შივერინგი ქვია ამას, როდესაც ჰიპოთერმია არის ანესთეზიის დროს, ოპერაციის დროს შიშველი წევს პაციენტი საოპერაციოში 21 გრადუსია, 19 გრადუსია, პროტოკოლის მიხედვითაც უფრო ნაკლები გრადუსია, მით უფრო ნაკლები ინფექციის შანსი არის და ამიტომ იმ ბაქტერიისთვის არახელსაყრელი პირობა არის სიცივე. და თან ჩვენც რო არ გავუფლიანეთ ოპერაციის დროს ხო მუშაობთ, ხალათები გვაცვია, ხანდახან რკინიში ლეტე ან ტყვიში ლეტები რო რადიაციის ქვეშ მუშაობ და
ამიტომ მაინც დაბალი გრადუსია და თუ არ არის შესაბამისი გათბობა ანესთეზიის დროს, თქმა უნდა, შემდგომ პრობლემას იწვევს, კი. და მე შემდგომი რეაქცია. იღვიძებ გათბები და ჯერ ვათბობ ხოლმე კარგად. როცა არ გვაქვს თქვა არ გქონდა ყოველ შემთხვევაში რაღაც ერთად გვაქვს ვიყენებთ ხოლმე თითქმის ყველაფერს. ცოტა ის რა მეინტერესებს, შენ ზოგადად სარეაბილიტაციო ტიპის ვარჯიშებს, აი სანამ შენთან მოვა. ქონია ესეთ შემთხვევა, რომ იცი ჯერ ოპერაციამდე მოდი, იმიტომ რომ მე მგონია რომ ოპერაციაც რაღაც ყველაზე ბოლოს უნდა წავიდეს ხო ადამიანი. გააჩნია პრობლემას. ხო, გააჩნია პრობლემას. შეიძლება ისეთი პრობლემით მოვიდეს, რომ პირდაპირ უთხრა რომ შევაქანო საოპერაციოში, იმიტომ რომ ძალიან ან პირველ რიგში ან სასწრაფო იყოს, ან ისეთი პრობლემა ქონდეს, რომ ვიცი წინასწარ რომ მიმდენად მცირე შანსია რომ ოპერაციის გარეშე გამოძროს, რომ უნდა იწვევოს 6 თვე 1 წელი და მაინც მოვიდეს ჩემთან. არის ხოლმე ასეთი შემთხვევები, მაგრამ ძირითადად სარეაბილიტაციო ტიპის ვარჯიშებს მიესალმები ისე? ძირითადად ეგეთი პაციენტები მოდიან, რომელსაც შეუულიათ რომ თავის მდგომარეობა თვითონ გამოვასწორო. ეს იქნება სარეაბილიტაციო ვარჯიშები, თუ ჩემთანაც ბევრი პაციენტი გამომიშვია, იმიტომ რომ ხერხემლის ვარჯიშებზე თქვათ მახსოვს როგორ მეც ჩვენს რო ვარჯიშობდით ერთად რომ როგორ ორიენტირებული იყავი ხერხემლის ვარჯიშებზე და იცოდი თქვათ ის ზომა, წონა და შეიძლება არ დაგადატვი, იმიტომ რომ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შენთან შეიძლება დააზიანო პირიქით ვარჯიშის დროს, ხო იცი ანა და პირიქით უარესი გააკეთო და ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო იმის მაგივრად რომ გაიმაგრო კუნთები, ამიტომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და არის თქვათ აი უფრო მწვავე მდგომარეობებში, როცა ტკივილი ძლიერად ახლა ვერ ეთქვა ადამიანს ტრენაჟებზე ვარჯიშე, არის სპეციფიური გაწელვითი ვარჯიშები თავიდან, რომელიც შეიძლება თქვათ სარეაბილიტაციო ცენტრში ფიზიკურ თერაპევტთან ერთად გააკეთოს, რომ გაიწევოს ხერხემალი, გაიჭიმოს, თანამედროვე კუნთები გამაგრდეს და სხვათა შორის ძალიან ეფექტურია. ძალიან ეფექტურია, მაგრამ აი ეს არ არის ის რაც მე მაგალითად ყოველთვის მიმაჩნია რომ ტრენაჟერები სატრენაჟერო დარბაზში ან აი ამ სტილის ვარჯიში ყველაზე კარგი არის კორპუსის გასამაგრებლად. კი, ძალისმიერი ვარჯიშები. ეს არ უნდა იყოს რაღაცა თავის გაგიჟე. ნუ რა თქმა უნდა. აი რა არის დავუშვათ ის რამოდენიმე პუნქტი, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს, რომ შენთან არ მოხდეს. აი რა როგორ შეიძლება რომ მithumet ახლა როგორ ვთქვით მართლა დღევანდელი ადამიანი სულ ზის. თუნდაც არის ხოლმე შემთხვევები, როცა პოდკასტებს უსმენ მაგალითად, ისეთ ადამიანებსაც კი ექმნებათ პრობლემა, ვინც თუნდაც ყოველდღე ვარჯიშობენ, და ის 1 საათი კუნთებს უყურებენ, მაგრამ მაინც მთელი დღის განმავლობაში ძირითადად ზიან. და შესაბამისად ან ფეხით არ მოძრაობენ, ანუ ნაკლებად აქტიურები არიან, არასავარჯიშო აქტივობებს, რასაც ქვია, აი ფეხით სარული კიბით გადაადგილება ან რაღაც ამ შემდეგ. ან ძირითადად არაკეთებენ მანქანა, სავარძელი, ტახტი, ოფისის კამი. და კი ბატონო, ის 1 საათი ვარჯიში. აი არ არის საკმარისი. ხო, პირველ რიგში გარანტირებული არა შეიძლება ყველაფერი სწორად გააკეთო, მაგრამ მაინც დაგემართოს, აი თუნდაც იმ გენეტიკური რაღაც ის გამო. რამოდენიმე რაღაცას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ყველაზე ელემენტარული ეს არის კვება. ძალიან მნიშვნელოვანი არის სრულფასოვანი კვება. კოლაგენიც, ვიტამინი, თქვა სხვა ნივთიერებები არის სამშენებლო მასალა ხრტილებისთვის, იოგებისთვის და ასე შემდეგ, ხო? კალციუმი და რაღაც ბევრი თქვა ძალიან ბევრი დეტალი არის, ყველაფერი უნდა მიიღო აბსოლუტურად. ანუ შენ გულისხმობ ბუნებრივ კვება, საიდან ჩვენ არც ან დღეს შეიძლება ცოტა გართულებული იყოს იმ რაღაცების მიღება და საკვები დანამატები მიიღო. ხო. ეს ნორმალურია აბსოლუტურად და დღევანდელი ნუტრიციოლოგები, ვისაც ანუ არიან თქვათ, ვისაც აქვს საშუალება და პირადი ნუტრიციოლოგი ყავთ, ყოველთვის უნიშნავენ საკვებ დანამატებს. იმიტომ რომ ფიზიკურად თუნდაც ვარჯიშის დროსაც იცი რომ ანუ იმდენ ცილას ვერ შეჭამ. და რაოდენობას რო კუნთის შენებისთვის საკმარისი მარტო ცილას არა, ხო? ხო. რაღაცა დონეზე შეიძლება დამატება მოგიწიოს, გააჩნია რა გინდა. ხო, მიზნებს გააჩნია პრინციპში, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მაინც ისიც არის შეიძლება. შენ იღებ ახლა რამე დაენამაც? არა. კოლაგენს ვახმე ხანდახან და ისე კოლაგენი ძალიან ის არის სადებატო ამბავი არის ზოგი იძახის რომ აითვისება, ზოგი იძახის რომ არა ითვისება. კოლაგენ პეპტიდებზე იძახიან რომ ნუ უფრო ისეთი ფორმაა რომელიც შეიძლება რომ აიცოს ორგანიზმმა. თუმცა ახლა ჩემი ძმა მაგალითად იღებს სულ მუდმივად და
თითო როგორც ვარჯიშის დროს სულ ვიღებ მაგალითად 6 თვის მერე უეჭველი ხო ცილას პროტეინს ხო პროტეინს ვიღებ ვარჯიშის დროს სულ ელემენტარულად ხა გაჩნი როგორ ვარჯიშობ ხო შეიძლება იმდენი მართლა კუჭი არ გაიზარდო იმდენი ხორცის ჭამი და ერთი კოზის და რაღაცა თქვა ელემენტარულად შეჭა ეს ერთი კვება ხო მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის პოზიცია ანუ ჯდომის დგომის და წოლის წოლაზე აი ვიდეოებში რო უყურებ სწორად რო დაწვე მარტო უნდა იწვეს ხო ეგ არის კი ძალიან ეგოისტური არის სწორად იქ რაღაცა ორსულების ბალიშის ფორმის პარტნიორი უნდა ყავდეს ხარი არ უნდა ჩამოგივიდეს ეს კაცი სადავატიო მითხარი კი ბატონო თითქმის არ მომგენელია მაგრამ სწორად ძალიან ეგოისტური არის სწორად რაღაცა მიგდევს ხოლმე რა ქვია ხანდახან ინტერნეტში ეხელი ჩასაყოფი არის ხოლმე იმ ლეიბები იმის მატრასში მიხდი ესე გაუყანო და რაღაცა ვარიანტები არის კრეატიული მაგრამ ნუ არის სამი პოზიცია ხო მუცელზე წოლა არ შეიძლება რატო კისრის სამი პოზიციის გამო და წელის გადახრეს გამო ანუ მუცელზე ძილი არ შეიძლება არის ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც მუცელზე წოლის გარეშე ბერიძინებს და ამისთვის არის გვერდზე წოლით პოზა რომელსაც ან იმ ორსულების გრძელი ბალიში რო ან ორი ბალის იდებ ფეხებს და ხელებს შორის და იმიტაციას ქმნით თითქოს ან მუცელი გედება მაინც გეძინება რა და სამგეთ ხერხემალი არ არის როტირებული მესმის ნუ ზურგზე წოლით არიან ადამიანის ხელშორის ვინც იძინებენ მაგრამ იშვიათად უფრო ვისაც შეუძლია ზურგზე დაწინება ზურგზეც აუცილებლად ყრივი უნდა იყოს მატრასი რაც და მაგის ხოშ ფეხები მხოლოდ მოხრილი იყოს ფეხებს შორისაც წელს ოდნავ აი რაღაც პატარა სახის პრისახოცი რო დააგორგოლა ჭოე დაახლოებით მაგ ხელაზე უნდა კონდეს რაღაც ამოდებული რო წელი არ გასწორდეს და კისერიც თქვა სხვათა შორის აი პოზიციაში უნდა გედოს ან ხრები უნდა გედოს და ბალიში ესე არ უნდა გედოს რა ხრებიც ბალიში უნდა გედოს რა საკმაოდ რთული გეთახვები ანუ ძალიან ეგოისტური ხო მაგრამ ნუ აი ყველაზე ჩემს ყველაზე ოპტიმალური პოზიცია არის გვერდზე წოლა ისეთი ბალიშით რომელიც არ ძალიან პატარა და არ ძალიან დიდია რო კისერი არ ქონდეს გადახრილი და ხელებს და ფეხებს შორის ბალიშის ამოდება შემდგომ ანუ ჯდომის მანერა სამარტივ და სამახსოვრებელი 90 გრადუსი უნდა დაიმახსოვრო ჯდომის დროს ანუ ტელეფონი დაწყებული კოჭით ეს კუთხე 90 უნდა იყოს ეს კუთხე 90 უნდა იყოს ეს 90 უნდა იყოს ხელების თქვა კომპიუტერთან თუ ხარ აი ამ დონეზე უნდა კონდეს კლავიატურა ლეპტოპი ყველაზე ცუდია იმიტომ რომ თავი ქვემოთ გაქვს ხელები ზემოთ ხო ანუ კლავიატურა და ეკრანი აი აქ უნდა კონდეს რომ კისრის პოზიცია არ ჩავიდეს real შეიძლება ოფისში ისე იმუშაო რომ არ დაიზიანო ხერხემალი ოღონდ რა თქმა უნდა ნახევარ საათში ერთხელ ერთ საათში ერთხელ უნდა ადგე გაიჭიმო გამოიჭიმო რაღაცა კუნთები გავარჯიშო ანუ ეგ აუცილებელია ხო უეჭველი მე ყველაზე უნებრივ საათში ერთხელ დააყენეთ ალარმი და 10 ჩაჯდომა და 10 wall angels აი და კისერი არის ყველაზე სუსტი რა ხო აი კედელთან რო დადგები და ეს რაღაცას რო გააკეთებ აი 10 ძალიან 10 ჩაჯდომა უკვე გასეიმებს რაღაცეებისგან და ძალიან ბევრ რაღაცას მოგაგებინებს თქვა ესეთი საქციელები პატარ-პატარა მანქანაში ჯდომაზე რა სიტყვა ტელეფონში სკროლვან აი ვიღაც ყავს პაციენტები რო ვეუბნები აი უბრალოდ ცადე ხო გაინტერესებს თქვა კისრის ტკივილი რო აქვს ხომ რომ ერთი დღე ტელეფონი არ აიღო ხელში და კისერი არ გეტკინება ანუ წარმოიდგინე რამ ხელაზე წოლა არ გისურს სულ აი პოზიციაში ქვემოთ რო უყურებ ანუ ძალიან გინდა ან რეკავს ტელეფონი ან მესიჯი ხო რაღაცა და ნუ ძალიან და მანქანაში მაგალითად მე კისრის საყელოს შორგზეზე თუ მივიდოდი კისრის საყელოს გარეშე არ გზავნო ფანტი თვითონაში ოღონდ ბალიში კი არა აბა კორსეტები რო კისრის ხო იცი ოღონდ რბილი კურები არა რბილი საყელო რო კისერი იყიდება სპეციალურად მგზავრობისთვის სპეციალური მაღაზიები არის სადაც იყიდება კისრის რბილი საყელოები როდესაც ანუ ესე იფხრიწზე რო არის რა შემოიწყო და რატო გვეხმარება ეგ რო წინარ წამოგვივიდეს კისერი თუ რატო იმიტომ რომ კუნთები დაასვენო და კისერი შეინარჩუნო თავი ჩამოდებული გაქვს ჩათვალე რა თვითფრინავშიც მაგალითად მე თვითფრინავში ისეთ საზღარის კამებია ცოტა რა უნდა მაგის გარეშე რო წავიდე ნუ ერთხელ შეიძლება კისერი მткиოდეს ხო რა ესე იგი მაგას გვერდჩევ რომ თვითფრინავშიც და მე თვითფრინავშიც ეცოდები და რაღაცებს გაძლევ ავატყოფი გო სხვანაირად გიქცევია ხო რა განსახორდა გიხმარა მე წელის კამარი ფრენაზე იმიტომ რომ ნუ აი წელის კამარი რაღაცა მახსენებს
აი თითქოს ის არის რა ქვია უკან აქვს პლასმასის ისინი ჩანართები ხო აი მახსენებს როგორ უნდა დავიჭირო სწორი წელი რა თუ არა და აი გავიწყდება და აგდებ მე ხო აი ჩავიღვინთები ხოლმე აი კუდუსუნში ჩავიღვინთები ხოლმე და მე იწყება რაღაცა სასაული ტკივილი მით უმეტეს ზამნაიხნის განმავლობაში თუ როცა ეგრე გაქვს აი ეხლა ბარემ მკითხავ მანქანაში როცა ვზივართ კი ბატონო აი აქ ბალიში ახსენე გრძელგზაზე საყელო თორი ბალიში ბალიში კი არა ბოდიში ხო უარესია ჩემს და ის თვითმფრინავის ბალიში შეგარ არის კაი ანუ აი მოხრილი გაქვს და ასე გაქვს ჩამოდებული და სწორად გაქვს ხედავ შენ ოკეი მაგას უნდა ვნახავ ერთი ორტოპედ მაღაზიაში და მანქანაში აი აქ გვჭირდება რაღაცა თუნდაც ის პირსახოცი ან ხახალ მანქანებს ეწევა ხოლმე გამოეწევა წერის ადგილას დანამატები არის რომელიც სავარძელზე იდება და ასეთი გამოზნექილი ფორმის არის და როდესადო მაგის გარშე აღარ დაждდება მართლა და რამდენად ეგ ინდივიდუალური აქვს ხო შენ როგორც თქვი ძალიან ინდივიდუალური არის ეს მრუდები ხერხემლის ან შენ ცოტა ხნის ნახსენა ჰიპერლორდოზი ანუ ფაქტი პირიქით ცუდიაო და პირიქით კარგია ანუ ჰიპერლორდოზი როცა გაქვს ანუ წელიწ შეზნექილი გაქვს პერიოდ რომ კარგად ამორტიზირებადი არის ოღონდ წელის ტკივილი ვითარდება არა იმის გამო რომ თქვათ მდგომარეობა ცუდია ფაცეტური სახსრები რო ახსენე ის ფაცეტური სახსრები ის გადატვირთვა არის უფრო მარტივი იმიტომ რომ მუდმივად აი ამ პოზიციაში უფრო მეტი ზეწოლა მოდის გამიგე და როდესაც შენ ამ შეზნექილობას დაიდებ და დასვენებული ხარ ხო ხერხემლის დგომა ანუ ეს ხერხემლის შეზნექილობა რაც უფრო მეტი არის უკეთესია ანუ იმისთვის რომ ნერვები სპინალური არხი იყოს გაშლილი ხო და თან დისკის თიაქრის გამოვარდნის და სხვა რაღაცების შანსი უფრო ნაკლები არის ანუ ეს მთლად სოდის არ ყოფილი დისკი ნახე როგორ რაღაცა არის ხერხემალი ხო წარმოიდგინე ესეთ შეზნექილი რო წარმოიდგინე ხო ეს არის უკანა მხარე ეს არის წინა მხარე და აი ესეთი არის მოხრილი როდესაც ჰიპერლორდოზი გაქვს ხო მეტად გაქვს ეს შეზნექა გამოხატული ხო ყოველთვის ზეწოლა არის წინა დისკის წინა მხარეს. წინა მხარეს რამხელა თიაქარიც არ უნდა გავარდეს პრობლემას არ ქმნის. ხო, ანუ წინა მხარეს ამბობ, ანუ მუცლის ღრუს მხარეს, ხო? მუცლისკენ რო გავარდება, იქ არც ნერვი გადის, არაფერი, თლიანი დისკი რო გავიდეს წინ, ძალიან ხშირია ხოლმე, ანუ არანაირი პრობლემა არ იქნება, წარმოიდგინე. და როცა ანუ ეს დგომა აქ ხერხემას, უკან თიაქრის გამოვარდის ალბათობა ბევრად ნაკლები არის. თუმცა ნუ შეიძლება ფაცეტური სახსრები უფრო გადაიტანოს. აი ფაცეტურ სახსრებს რო იძახი, ეს სტაბილიზატორი ისინი არის. ანუ ეს არის ფაქტიურად აი უკან ანუ სახსრებია, რაც უკანაც წინ გადახრას უზრუნველყოფს. ეს ფაცეტური სახსრები არის ხერხემალში? ხო, ეს მალებს შორის. კი, როგორ არის იცი? წოდება ხო გაქვს უკან, ხელით რომელიც ისინჯება და მაგის გვერდებზე არის სახსარი არის, რომელიც ზედა და ქვედა მალას ერთმანეთთან აკავშირებს. ანუ ჩვენ რო ვიხრებით ერთმანეთთან ეს მალები ხო ესე ხო არ დარბიან ხო რა თქმა უნდა წყალში რო ვიტივტივან ხო ანუ არის მკრივად და კონკრეტულ მოძრაობებს აკეთებენ ლეგიტიმურ მოძრაობებს ვეძახი მე ანუ იმ მოძრაობებს რომლებიც არის ნორმალური როგორც კი ირყევა ხერხემალი ისინი აკეთებენ არალეგიტიმურ მოძრაობას და ეს არის ხერხემლის არასტაბილურობა რაც იწვევს ამ დისკების გარღვევას ფაცეტების დაზიანებას იოგების გასქელებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს სახსრები შეიძლება გადაიტვირთოს, ხო? სახსრების გადატვირთვა ხდება და მაგიტო წარმოიქმნება. შეიძლება გადატვირთო, მაგალითად წელის ამოწევით. ჰიპერექსტენზია, ხო? შეიძლება ყველაზე მეტად აი მაგ დროს იტვირთება რა. რა საინტერესო, მაგ დროს პირიქით ეგენი გაშეშებულია და მენჩი ხდება მოძრაობა. რატო შეიძლება მაგ დროს ეგ გადაიტვირთოს? შენ რო იწევი ბოლომდე არ უნდა იცი თუ სრულად აკეთებ ხო იცი? ხო, ანუ შენ ამბობ რომ არასტორია პირიქით მართლა ჰიპერექსტენზიით ჰიპერ გადაკეთებას ვაკეთებ ხო? და როგორც პრესის ვარჯიშის დროს ბოლო მთლიანი მოძრაობა არ უნდა გაგაკეთდეს. არ არის კარგი, იმიტომ რომ უკან ჩადიხარ წელზე მიდის ძალიან დიდი დატვირთვა ხო? და მაგიტო არის რომ ჯერ წელი იდება და სათითაო მალას მე ნელ-ნელა ვადებთ ხოლმე და არა ეგრევე უკან თავის დარწმა. სხვაჩვენს იმ ჰიპერექსტენზიას აქვს თავისი დახრა და ის დახრა კარნახობთ სადამდე უნდა ამოხვიდეთ. ანუ იმის იქით უკვე ზემოთ. იმას არ ნიშნავს რომ უფრო კარგად აკეთებთ, იმას ნიშნავს რომ ზემოთ გაჩერდეთ და ბევრად უფრო კარგი. ხო. შედეგი მიიღო ვიდრე. კი, ნამდვილად. მან და არის კიდე პრაქტიკა რომ მანდამდეც არ ამოდიან, უფრო ქვემოთ მუშაობენ და იქაც ნახე ქვემოთ ანუ ჩადიხარ წელი არ უნდა გამოგეზნიკოს. ანუ წელის შეზნექილობა უნდა შეინარჩუნო. ანუ როგორც ესე ვეუბნები ხოლმე, როგორც ძალოსნები რომ ჯდებიან თქო ესე ვეუბნები ჩემ პაციენტებს ანუ ოპერაციის მერე რომ წინ გადახრა წირო იხრები რაღაც სასაღებად ყოველთვის ხერხემალი
ამ ლორდოს, ანუ სინოდეს კარგავს. ხო. ესე იზნიქება, ხო, ხერხემალი. და ამ დროს არის ყველაზე მეტი შანსი, მით უმეტეს სიმძიმეს თუ აწევ და როგორც აუცნები ჯდებიან მუხლებში, მუხლები შეგდებული, დუნდულები გამოზნექილი, ისე უნდა ჩაჯდე და აიღო რაღაცა თუ გინდა რომ არ დააზიანო ხერხემალი, რა მით უმეტეს სიმძიმეს თუ იყო. კი, ნამდვილად. ფეხები სულ ფესვებნები, ფეხები გამოიყენეთ უეჭველი ფეხები. ამ დროს ფეხებზე ან კუნთები, კუნთოვანი ან რატო ანუ ისევ და ისევ სიმძიმის ცენტრი სწორად არის. და ანუ წინ ჯოხი რო ესე გიჭირავს. წინ გადაწეული ბეროთ ხომ მძიმეა. რა თქმა უნდა. ის რო დაეჭერ უფრო ნაკლებად მძიმეა, იმიტომ რომ სიმძიმის წერტილზე ანუ მოდის ნაკლები დატვირთვა, ხო? ესე ბეროთ რომ მეტი ძალა გჭირდება რომ დაეჭირდა იგივე წინ რო იხრები, რო იწევ, წარმოიდგინე რამდენი ერთ წელის დონეზე რა დატვირთვა მოდის და ესე ნაწილდება მთელ ორგანიზმზე და ეხლა ჩვენ ვილაპარაკეთ ზუსტად უფრო წელი, თიაქარი, პროტრუზია, საიატიკა. ზემოთ მხარეს რა ხდება? ზედა თიაქრებში. კისრის დონეზე. ანუ განსხვავებულია თუ არა ტკივილის ტიპები, დაუშვათ წელის ტკივილის და ზედა კისრის თიაქრის შემთხვევაში, აი რომელი უფრო ალბათ მასშტაბურია? დაახლოებით იგივეა, როგორც იქნა ფეხში მიდის კისრის ნახელებში, გადმოდის პეჭში და ასე შემდეგ ნერვები, როდესაც ხდება ამ თიაქრის დროს ეწოლა. ერთადერთი ანუ კისრის თიაქრები უფრო დამდობელი არის, უფრო მეტი არის ზომაშიც და თქვათ საჭირო რომ აუცილებლად საოპერაციო იყოს, უფრო მეტად მიდრეკილია გამოშრობისკენ, რომ უფრო მეტად წყლიანი არის. გამოშრობა ნიშნავს რომ დაპატარავდება ძალიან მალე ხო? შეჭმხნისკენ, რომ გამოვარდება, შეჭმანა შეიძლება მეტად უფრო დიდი იყოს, უფრო ძლიერი ტკივილიც ქონდეს, მაგრამ თქვათ არ გაიკეთეს ოპერაცია და მალევე დაპატარავდეს. მალე შეიძლება არა, მაგრამ 6 თვეში რაღაც და ისევ და ისევ იგივე პრინციპი თუ მუდმივი დაბუჟება არის, მეუბნება მოდი დაელოდები სანამ ძალას დაკარგავ და გავაკეთოთ ოპერაცია. თუ არ არის, თუ იტან ტკივილს შეიძლება თქვათ დაელოდე როდის გამოშრება, ხო? მაგრამ დღესდღეობით, ანუ ძალიან ბევრი, აი თითქმის ეპიდემია, მოკლედ ამ სკროლვის და პოზიციური, ანუ კისრის ეს პოზიცია არის, საშინელება და თითქმის ყველა ადამიანს კისერი ტკივა, რა ვიცი, უმეტესობა ადამიანებსაც დღის განმავლობაში რაღაც მომენტში კისერი ტკივა. და ძალიან ამ ადამიანების ძალიან მცირე რაოდენობას აქვს რეალურად პრობლემა, თქვათ, თუნდაც თიაქრის ან რაღაც ანთებითი პროცესის ან ნერვის ტიმის გამო, ეს არის მხოლოდ პოზიციური. ამაც ვინ წყალივით მნიშვნელოვანი არის ვარჯიში, ხო? ხო, ვარჯიში და პოზიციის გამოსწორება და დანდობა რა ვიცი ორგანიზმის და კისრის გომის. ესე იგი, ანუ იდეაში მაინც დიდად ტიპობრივად არ განსხვავდებიან, ისიც თიაქარია, ესეც თიაქარია, ისიც წვავე ტკივილი ახლოს. ცოტა განსხვავდება, მაგრამ აი ძალიან ხშირია ხოლმე რომ აი აქ რო ადგებიან და გაიჭედება. ან თუნდაც რო ვარჯიშის მერე ხანდახან აი ერთი ადგილი გაუშეშდება და ნუმერი ან კისერში მიდის ეს ყველაფერი, ან იმ ლოკალურად არის ხოლმე რაღაცა სასწაული ტკივილი რა, აი გაშეშების მომენტი. აი მან რა ხდება შეგიძლია გითხრა? ორი ვარიანტია, მომდაც ერთადერთი სწორი კითხვა სხვათა შორის, იმიტომ რომ წელში თქვათ ესეთი გაკავება როცა ხდება ხოლმე უმეტეს შემთხვევებში ეს არის თიაქრის გამო და კისერში შეიძლება ეს იყოს კუნთის გაჭიმვა ან გაციება. კერდლავის დურისებრი კუნთის, ან რომელიმე სხვა კუნთის, მაგრამ ყველაზე ხშირად კერდლავის დურისებრი კუნთი არის ხოლმე, რომელიც იჭიმება ან ტრაპეციული კუნთით შეიძლება იყოს. და იგივენაირად შეიძლება თიაქარი იყოს, რომელიც ნერვს აწვება და იწოდეს ამ ტკივილს, რომელიც მაგალითად მაგრამ თითქოს აი გვერდით არის ხოლმე რა. კისრის მესამე, მეოთხე მილიდან აი ამ მიდამოში მოდის ეს ნერვები და ხელებში არ ჩადეს, თქვა უფრო ქვემოდან მე-5, მე-6, მე-7 ნერვები უკვე ჩადეს ჩამოვიდეს და სხვადასხვა ზედაპირზე. იქაც იგივე ვარიანტია რა და შეიძლება იქიდან იყოს. კუნთის გაჭიმვის შემთხვევაში რა შეგვიძლია გავაკეთოთ? კუნთის გაჭიმვა სხვათა შორის სწორიდან წამლების და მიდგომის შემთხვევაში თუ ეს არის რაღაც სერიოზული სპორტული ტრავმა და გაწყვეტა ან რაღაცა თქვა სხვა დაზიანება არ არის კუნთის, სწორი კუნთის მომადუნებელი და მალამუს და რაღაც პატარა არასტეროიდული საშუალებები აი ტრაუმელი და ეგეთ რაღაცები შეიძლება? ხო, ну ან ტრაუმელი ან რომელიმე სხვა გენეზის რავია, მელოტექსის გელი ან რაღაც ესეთი გელები არსებობს, სხვა ანთების საწინააღმდეგო ან
თან კომბინაციურ კუნთობას ხომ კუნთების მომადუნებელი და შეიძლება მესამე დღე საერთოდ მეორე პირველივე თავისი თო გადის ხოლმე რა თავისიც გავა კი 2-3 დღეში თავის გადის ხოლმე მე ძალიან მიყვარს მაგ დროს ცხელ აი სადამდეც უძლებ ცხელ დუშზე ორივე კუნთობა არსებობს ხოდაშორის ცივიც კარგი მართლა ცივიც კაია ხო აი ცივი მაგის შეიძლება თქვა და ანთება ჩაასწრო და შეიძლება ცხელმა მოგიდუნოს ანთება როცა არის ცივი არის კარგი კი ბატონო ორივე შემთხვევაში ანთება არის კუნთის გაჭიმა ანთება შეიძლება იყოს კაც რო იჭიმება ანთებით პროცესი მიმდინარეობს აი მე რაღაცა მაგ დროს აი ცხელ დუშზე რო შემიშვერია ხო რაღაც სიტყვის უფრო შვება მიგრძნია ანუ მე ჩემი ლოგიკა მაქვს რომ იქ სისხლს ძარღვს აფართოვებს და მოძრაობა მაინც კონტრი რო გაიჭიმა ფერმუტელებს და უცბად რომ მოუყინავენ ეგ რაც ხო ეგ იმიტომ რომ რაღაც მგონია რომ სახსარია და სახსართან სახსარი რომ დაიზიანონ მსაწყლებული ეგრევე გასაყვანები იქნებოდა არა უფრო კონტი არის კონტია ოკეი შეიძლება იოგი იყოს მაგრამ კონტიც და იოგის ორივეზე მუშაობს ანუ ორივე მუშაობს იდეაში ცივიც და ცხელიც თერმული აპლიკაციები ქვია ორივეს ხო სიტყვასით და სიცევის აუ ერთი კითხვა მაინტერესებს კიდე ისევ წელთან და ჩავიდე რადიკულიტი რა აი დამარტყა და გამაკავა აი რადიკულიტი რა არა სიატიკ პეინ ანუ საჯდომიერების პრობლემა იგივე არის რაც რადიკულიტი რა ჩათვლია ნერვის ტკივილს ნიშნავს რადიკულიტი ანუ იდეა ხო და აი რადიკულ ანუ მედიცინურად რა ხდება საიატიკა არის მოყოლილი იგივეა ზუსტად იგივე ან შეიძლება საჯდომიერია ბარზახს ორი ვარი გაჩნის რომელ დონეზე არის და რომელი რაღაც ან მოყოლილია შეიძლება კუნჩიც გადის ხერხემალი შეიძლება შუაში არ იყოს მაგალითად მსხლისებრი კუნთის სინდრომი არსებობს ასეთი რომელსაც იჭყლდება საჯდომიერები და ძალიან საშინელი ტკივილი ახასიათებს და ისევ და ისევ ნატურა არ არის რომ აინთოს ხო რაღაცა მიზეზი ყოველთვის არის აი მაგ დროს ვარჯიში ესე იგი შენ მოდი ურჩე შესაძლებელი კონტის შემთხვევაში აუცილებელია ვარჯიში აუცილებელია ის უმაგას ვამნები რომ ძალიან ბევრს მომნაშია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეკიმა მითხრა რომ მსხლისებრი კუნთის საგაქ სინდრომი და ვარჯიში არ შეიძლება ვინ რომელმა მგონი თვითონ იგონებენ დედას გეწევი არა პირიქით ერთადერთი სამუდამო გამოსავალია რომ თქვათ მე მინახავს ისეთი სინდრომი მსხლისებრი კუნთის სინდრომი რომ ფეხი ყესები აქვს დამოკლებული იმდენი ხანი ითმინეს მოხრილ პოზიციაში რომ ფეხი იმდენი ხანი არ ქონათ გაშლილი ტკივილის გამო რომ ყესები დაუმოკლოთ ხო ესეთი შემთხვევებიც მინახავს რასასწავლე და მინდა რომ აი ხარ რაღაცა თიაქრიანებს პროტრუზიანებს ხერხემლის პრობლემიანებს ყველანი ვარ თიაქრიანები ხო ანუ ფაქტიურად სხვა შორის თიაქარი ყველა თიაქრიანები ვარ სხვა შორის მე გამიგია რომ თიაქარი ესე უცებ ტკაპდა ესე არ ვითარდება ხო რაღაცა 10 წელი ჭირდება მის ჩამოყალიბებას შეიძლება რაღაც ემინო და გამოვარდეს მაგრამ განვითარებაზე მანამდე პრემიზეზებს ხო ჭირდება რაღაცა დიდი ხნის განმავლობაში ხერხემლის არასწორი პოზიციონირება ძალიან დიდი ხანი რაღაცა ცოტა ასე ხდება მაგრამ შეიძლება უცბადაც გამვითარდეს ხო ნუ აი არასწორი წნევის გამო თქმა უნდა იქნება იმას ზუსტი იქნება ეს ადგილი და არასწორი მოძრაობა გააკეთე მაგრამ და ერთია ესეთი bullet proof რჩევა მინდა აი მეც რომ მე ამონება ის რჩევა თან რომ ვიცი რაც ნავთხრა პირველ რიგში მე ესე ვიძახი ხოლმე რომ დილით რო გაიღვიძებ და არაფერი არ გტკივა ესე იგი ვერ გაიღვიძე მართლა საცხალის ანუ ხარ რაღაცა შეგაწუხებს ყველაფერზე ნერვიულობა და ყველაფრის გამო თქვა და თუნდაც წამლის დალევა არ შეიძლება ეს რომელი ასაკიდან ალბათ 35-ის მერე რა 15 წლისაც არ 30 წლის შენობა რაღაც თუ აიღვიძებ და რაღაცა არ გაწუხებს ძალიან შვიათია რა ისე რაღაცა ეს ანუ ნორმალურია უნდა მოიკითხო ხო ნორმალურია რა შეიძლება თქვა ჩვენ ვწდებით როგორც მანქანა წდება და აქვს სავალი ნაწილი რამდენ ორმოშიც ჩაარტყავს იმდენი რაღაცა მოხდება ჩვენს რამდენჯერ არასწორ მოძრაობას გავაკეთებ და ყოველდღიურად ვაკეთებთ და რომცა არ აკეთო გინდა არ გინდა მაინც გახარ და შენ სიმძიმეს ატანაუწევს ხალხს წდება ჩვენი ქსოვილები ბერდება და შესაბამისად რაღაცა ჩივლები გვექნება და ეს არ ნიშნავს რომ საშიში არის ხოლმე რაღაცა დონის შემდგომ როდესაც თუ არ მოვიმოქმედებთ ჩვენს გაგვიუარესდება და დანარჩენი რეკომენდაცია ყველა ადამიანს ერთი არის რომ სწორი პოზიცია სწორი კვება ვარჯიში და რა თქმა უნდა არ უნდა გადაეტვირთო ორგანიზმი არც ფსიქოლოგიურად არც ფიზიკურად იმიტომ რომ ერთხელ მოვიდეთ ამ ქვეყანასთან და შევიგოთ ცხოვრება რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო იყო იმედია ყველანი გაითვალისწინებთ ცოტნეს რჩევებს იმიტომ რომ აი
აბსოლუტურად ყველა პოდკასტის ბოლოს მაინც ერთი დასკვნა გვაქვს რა ფიზიკური აქტივობა მაგის გარეშე ვერ გამოძრებით ჯანსაღმოების გარეშე ვერ გამოძრებით და ძილიც მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი არის ხო აი ძილის დროს თუ სწორი ძილი თუ არ მოხდა ვერც ის ხერხემალი აღდგება ვერც ის ნავარჩები კუნთი აღდგება და ზოგადად ნერვული სისტემა ვერ გააკეთებს თავის საქმეს როდესაც სხეულს ძინავს და ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანი სხვა შორის სადღაცაც წავიკითხე კიდე ადამიანი დღის განმავლობაში სადღაც 10,000 ჯერ მაინც იხრებაო თუ მეტი არა და აი ამ 10,000 ჯერ რამდენი ხდება არასწორი გადახრა უმეტესობა ხო და ეს 10,000 მე რო დავაჯამოთ მე მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერ ვიხრებით ძალიან ლოგიკურია რომ შემდეგ რაც არ უნდა დავუშვათ სწორად ვიჯდეთ მაინც ხერხემლის პრობლემები რო გაგვიჩნდეს ამიტომ ისევ და ისევ კუნთების გაძლიერებით ფეხების კუნთები იქნება ზურგის კუნთები იქნება თუ ზოგადად თლიანად სხეულს უყვარს ბალანსი ყველა კუნთი უნდა იყოს ბალანსში და შესაბამისად იქ მარტო კოჭი დავითხელო იმიტომ ვავარჯიშო ფეხი ეგრე არ გამოვა მთელი სხეული უნდა იყოს თანაბრად დატვირთული ვარჯიში რა თქმა უნდა ისე არა რომ გადავტვირთოთ და არასწორი მოძრაობები ვაკეთოთ ყველაზე დიდი პრობლემაა წონა რა დღეს ჭარბი წონა ხო ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ეგ არის ხო განსაკუთრებით ასაკიანებში და ჩვენ კი ვერ შევეხეთ მაგრამ ძალიან კარგად ახსენე შენ თავიდან ოსტეოპოროზიან პაციენტებს უფრო აქვთ ხოლმე ეს ხერხემლის პრობლემები და ოსტეოპოროზი ზუსტად ჩდება მაშინ როდესაც ქალი მენოპაუზას ხვდება მოუმზადებელი კუნთოვანი მასის ნაკლებობით და ან ადრე აქვს რაღაცა ძალიან ჭარბი წონა სწრაფად დაკლებული შესაბამისად იქ ძვლის სიმკვრივე არის კითხვის ნიშნის პროფილაქტიკური კვლევები რომელიც არ არის აუცილებელი რომ ირბინო ყოველ დღე ექიმთან თქვათ 40 წლის ასაკში ეს უნდა გაიკეთო წელიწადში ერთხელ ეს უნდა გაიკეთო და ანუ ყველაფერი იმის სწორად შექმნილი რომ ნებისმიერი სახის რისკი შეამციროთ 100%-იანი არაფერი არ არის რა თქმა უნდა ჩვენიერი ძალიან დიდი მადლობა ცოტნე ძალიან გვიანია უნდა გაგიშო ძალიან დიდი მადლობა თქვენ და იმედია მოგეწონა დაგვიკომენტარეთ აუცილებლად რა თემას ისურვებდით შემდეგში ან ცოტნესად უგექნებათ შეკითხვები მე ცოტნესად შევაწუხებთ უეჭველი ცოტნე სადაც არის ყველაფერს დავწერთ რომელ კლინიკაშიც არის და კარგად იყავით ძალიან დიდი მადლობა მადლობა ცოტნე